რა არის ოპოზიციის სუპერ ძალა? ეს ძალიან რთული ამბავია. ანუ ჩვენ გვინდა რაღაც, რომ ამ ხალხმა მოიპოვოს. ოპოზიციური პარტიების რაღაც ნაწილი ცდილობს საბნის საკუთარ მხარეს გადაკაჩოს. არ ეთანხმებით. ნაკლებად აი ეგ ძალიან დიდი შეცდომა იყო. მე შემოგიბრუნებთ თქვენი ნათქვამებიდან აი ამ ფრაზებს. რა ჭირმა დაგოსუსტა? მე მაქვს ესეთი ფორმულა. ორივე სიზიარებთ? რომ არა, მამა თქვენ მაინც ნაციონალური მოძრაობის წევრი იქნებოდი? მიშა არ მგონია მშველელი. მე მიშა მგონია საშველი. პრობლემა არის, რომ ოპოზიცია არ არის ფორმაში. მე სულთავარ მართლზე ხილის მოკიდებას ისედაც არ ვაპირებ. მოდი ჯეილანი ვითხოვ. მოდი ახლა თვითონ. ჯეილანი. ხაშე. ოკეი. გამარჯობა, თქვენ უყურებთ 64-ის YouTube-ის არხს და ჩვენ ვიწყებთ პოდკასტ პოლიტიკური დებატებისთვის. ეს არის 64-ის პოდკასტების სერია და ჩვენი მიზანია ის, რომ არა დებატები ვაქციოთ სენსაციად, არამედ თქვენამდე მოვიდეს რეალური შინაარსები იმ პოლიტიკოსების, რომლებიც წარმოადგენენ დღევანდელ ქართულ პოლიტიკას და ეს გვინდა გაჩვენოთ არა მხოლოდ იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც უკვე მრავალი წელია პოლიტიკაშია, არამედ ერთ-ერთი მიზანი ჩვენი ის არის, რომ გაჩვენოთ ახალგაზრდა პოლიტიკოსები და მათი ხედვები და ასევე რეალურად გავიგოთ რა ადგილი აქვთ მათ ქართულ პოლიტიკაში. მოგესალმებით, სწორედ ამიტომ ლევან სანიკიძე ყავს დღეს და ბორის ჩერკურვა, რომელსაც შემდეგში მიმართავ როგორც კვეჩელეს. დიდი მადლობა აქ მოსვლისთვის და ამ დებატებში მონაწილეობაზე, თანხმობისთვის, როგორი არის თქვენი განწყობები ამ საუბრის წინ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ზოგადად დაინტერესებისთვის. მიმაჩნია, რომ ზოგადად დებატების კულტურა ჩვენ ქვეყანაში შეიძლება საერთოდ ვერ უბამს ფეხს იმ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებას აქვს. და კარგია, რომ ახალი თაობის მომავალ პოლიტიკოსებში, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი წინაღობა გვაქვს გადასალახი, აი ამ ურთიერთობის ეს უნარი გაგვაჩნია და მეგვაჩნია, რომ მე მგონია, რომ დღევანდელი ჩვენი დებატები იქნება ერთ-ერთი სამაგალითო ამ თვალსაზრისითაც. რაც შეეხება შესაძლებლობას, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადოთ თქვენს არხს და რედაქციას, იმიტომ რომ ზოგადად მგონია, რომ აი ამ პოლიტიკური კრიზისის პირობებში მე მგონი ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც ამ ქვეყანაში დებატის მნიშვნელობა დააბრუნა. რაც შეეხება უშუალოდ მოლოდინს, ჩელესთან შეიძლება პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე გქონდეს რიგი სხვა განსხვავებული მოსაზრებების, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ ადამიანებს დავანახოთ არა პერსონალური განსხვავებები, ვის რა გვაქვს და მხოლოდ პოლიტიკური პარტიის დასახელება რო არ განსხვავებს, არამედ ის ხედვები, რომელსაც თითოეული ჩვენგანი წარმოადგენს როგორც შინაგანად, ისე პოლიტიკურად და მათი პოლიტიკური გუნდიც. მადლობა, ჩელე. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მე მომწონს მათ შორის ის, რომ რაღაცა დებატებზე მეტი ყურადღება გამოიყოფა და უფრო მეტად მომწონს ის, რომ პოლიტიკური კონტენტი უფრო მეტად იქნება YouTube-ისთვის და სოციალური ქსელები ასე რაღაცნაირად უფრო მეტად უნდა ავითვისოთ, იმიტომ რომ ტელევიზიების ერამ, ჩემი აზრით, თავისი დრო მოჭამა და ის სქემა, რაც არის ხოლმე გაბატონებული, ეს სქემა ირღვევა და YouTube ამაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს. ჩვენც ვაპირებთ, რომ YouTube-ზე რაღაცნაირად შევიდეთ და ჩვენი კონტენტი მივიტანოთ. დანარჩენს რაც შეეხება მე და ლევან ერთად ყოფილვართ ხოლმე გადაცემებში გვისაუბრია, გვაქვს რა თქმა უნდა განსხვავებების. დღეს უბრალოდ იმის ჩვენებასაც ალბათ ვეცდებით და გამოგვივა, რომ განსხვავებით პოლიტიკური კლასის უმრავლესობისგან დებატი არის არა პიროვნებაზე თავდასხმა, არამედ მის იდეაზე თავდასხმა და იმის ჩვენება, რომ შენ უფრო სწორი ხარ ვიდრე ჩვენთან ხო პირიქით არის ხოლმე იდეა ჯერ ადამიანის სახე დგას და მერე იდეა ვიცით ხოლმე სახელები, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდება ხოლმე ამ სახელების ირგვლივ კონკრეტული შინაარსი ვთქვათ, რომელიც ამ პოლიტიკოსებს აქვთ. ასე რომ მადლობა კიდევ ერთხელ ამ წამოწყებისთვის. მადლობა თქვენ, იმიტომ რომ ერთნაირად უყურებთ დებატების საჭიროებას და სწორედ ამ იმძას ემსახურება ჩვენი ეს წამოწყება, რომ ადამიანებმა ნახონ ნათლად რა განასხვავებს, ან რა საერთო აქვს ამა თუ იმ პოლიტიკოს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მოდით დავიწყოთ ჩვენი საუბარი, დავიწყოთ ასეთი ფორმით, მე მოგცემთ თითო წუთს იმისთვის, რომ თქვენ საკუთარი თავები წარადგინოთ, ისე როგორც ხედავთ, ვინ ხართ, რა შინაარსი გაქვთ როგორც ადამიანს, როგორც პიროვნებას და რა ღირებულებებს ემსახურება თქვენი პოლიტიკაში ყოფნა. მოდით დავიწყოთ თქვენით. და ხო ესეთი რაღაც დროის აწვის ის მაქვს მე როლი შეთავსებული და დავიწყებ ერთი წუთის აწვას.
მე ვარ ლევან სანიკიძე, 25 წლის და ვარ საქართველოს მოქალაქე, ვამაყობ იმით, რომ დავიბადე დამოუკიდებელ საქართველოში და ამ თვალსაზრისით მგონია, რომ ჩემ თაობას აქვს ბევრად უფრო დიდი უპირატესობა ვიდრე წინა თაობას, რომლის დამსახურებაც არის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ პრობლემა გვაქვს უკვე სუვერენიტეტის ქართული ოცნების პირობებში. ბავშვობიდანვე ვერ ვიტყვი რომ ხა პოლიტიკით ვიყავი დაინტერესებული მიუხედავად ჩემი ოჯახის რაღაცა პოლიტიკური ზურგისა ნაკლებად. უფრო 2018 წელს, როდესაც უცხოეთში წავედი სასწავლებლად, მივხვდი რა აკლია ჩვენს ქვეყანას და ვის შეუძლია ამ პრობლემების ყველაზე უკეთ გადაჭრა. მაგრამ ამ თვალსაზრისითაც მიმაჩნია რომ ჩემი თაობის დიდი ნაწილი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ჯობია ჩვენ თვითონ ვაკეთოთ პოლიტიკა. არ მივანდოთ სხვებს, არსებობს უკვე დაფუძნებული მნიშვნელოვანი ინსტიტუციური პარტიები, რომელსაც მე წარმოვადგენ, ინსტიტუციური ცოდნის, მაგრამ ამავე დროს, ზუსტად ორ წამს დავამატებ, არის ის, რომ ჩემი მთავარი მიზანი არის ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ თუ რამე რეფორმა არის, სასამართლო რეფორმის გატარება, რომელიც საშუალებას მოგცემს ნორმალურად ვიცხოვროთ. მადლობა, ჩვენსაც საინტერესო არის შენთან საუბარი ამ ნიშნით, რომ ერთი მხრივ ხარ ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც მომისმენია ეთერები და ხშირად საუბრობ აი ამ ცვლილებების საჭიროებაზე, მაგრამ აი ზუსტად მაგის გარკვევა გვინდა, რამდენად შეგიძლია როგორც ერთ ახალგაზრდა პოლიტიკოს, რომ ამ მიზნებს მიაღწიო იმ პოლიტიკურ პლატფორმაზე, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და თავისას თქვათ წარმატებებთან ერთად თან ახლავს ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ეს არის თავი გამოწვევა, რომელსაც ვისაუბრებთ დღეს. კი ბატონო. ჩელე თქვენი ერთი წუთი დაავითვალო, გავამეორებ, რომ გვინდა რომ გავიგოთ ვინ ხარ, როგორ ხედავ შენს პოლიტიკურ როლს ქართულ პოლიტიკაში. მე ვარ ჩელე, ბორის ღურვა, ადვოკატი. სანამ პოლიტიკაში ჩავერთებოდი, მანამდეც მე მარჯვენა ვიყავი და გირჩთან მქონდა ახლობლობა და გირჩმა შემომთავაზა, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილიყავი 20 წელს. მას მე უამრავი არჩევნები წავაგე, ერთხელ ერთი არჩევნები ორჯერაც წავაგე. ანუ საბოლოოდ მარტივად რო ვთქვათ, ჩემი მთავარი ღირებულება, რაც მინდა რომ დაინერგოს, არის სამართლიანი სახელმწიფო, მცირე მთავრობის მოდელი, თავისუფლება, ეკონომიკური და ინდივიდუალური. მგონია რომ დღეს ამ პლანეტაზე მცირე მთავრობა ყველაზე სამართლიანი მოდელი იქნება ქვეყნისთვის, რასაც ეხება ჩემი ცხოვრების ბოლომდე, რასაც რაში შემიძლია რომ წვლილი შევიტანო და ამის იქეთ რაღაცა ჩემი ეგოისტური მიზანიც მაქვს, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზაზე რაღაცა ერთი ჩემი პატარა აგური მაინც სადმე თუ მომეწევა ამის საშუალება რომ დავდო. დიდი მადლობა. აქვე შეზეც ვიტყვით რა ნიშნით აღარ საინტერესო შენთან საუბარი, იმ ნიშნით რომ ასევე ახალგაზრდა პოლიტიკოსი ხარ და თანაც ნახეთ რომ ახლახანს დატოვე ის კოალიცია ცვლილებებისთვის და ასევე ის კოალიცია ცვლილებების არდამიტოვია. პარტია გირჩმეთი თავისუფლება, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელიც ხარ, ხო? მოდი ვიდრე გადავალთ საკითხებზე, ძალიან მოკლედ გითხავ, როგორი არის თქვათ სამომავლო ხედვა, რამე უკვე ცხადი არის თუ არა რა ადგილის დაკავება გინდა ქართულ პოლიტიკაში დაახლოებით 1 წუთი რეგლამენტის გარეშე და მე უკვე ძირითად საკითხებს მევუბრუნდეთ. მე და ჩემი მეგობრები წამოვედით ამ პარტიიდან, პირველ რიგში ჩვენი პარტია დავტოვეთ და შემდეგ ის გამოვიდა რომ რა ხან პარტია კოალიციაში იყო ცვლილებებისთვის და ალდეში და ასე შემდეგ ყველაფერი რა თქმა უნდა დავტოვეთ, სანამ პარტიაში ვიყავით, მანამ არ იქნებოდა სწორი რომ რაიმე ჩვენი რაღაცის კეთებაში დაგვეწყო, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთ პარტიაში იყო და მეორეს რაღაცა დაფუძნებაზე ფიქრობდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას დიდი ხნით ადრე ვამუშავებდით, თქვენდა საუბარი როგორც პარტიაში, ისე ზურასთან და რაღაც გავლილი იყო ის საკითხი, თუმცა 31 მის აქციის მერე გამოვაცხადეთ, იმიტომ რომ მანამდე რაღაცა პროცესებს მაინც ხელი არ შეშლოდა. ნუ დანარჩენსაც შეხება პოლიტიკური ბექგრაუნდიდან გამომდინარე, ხემის ბრანჭოს ჩვენ არ დავიწყებთ, რომ რაღაცა მოძრაობა დავაფუძნოთ და ასე შემდეგ. გვინდა რომ იყოს პოლიტიკური პარტია, უბრალოდ არა მხოლოდ რაღაცა ჩვეულებრივი პარტია, კლასიკური როგორც არის. გვინდა რომ ჩვენნაირი, ჩვენერად მოფიქრალი ხალხი მოვძვნოთ, რომელთან ერთადაც გვექნება არა მარტო ფორმალური კავშირი, არამედ იმაზე მეტი, იმიტომ რომ რა პარტიაშიც ვიყავით, მას მართლა კავშირის თვალსაზრისით მაღალი სტანდარტები ჰქონდა ჭირში და ხინში და ძირითადად ჭირში ყოველთვის ერთად ვიყავით და ამან რაღაცა ბენეფიტებიც მოგცა, ასე რომ დიდი იმედი გვაქვს რომ შევძლებთ კარგი გუნდის შეკრებას, რომელიც თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში იტყვის და ეს სიტყვა იქნება ახლებური, ინოვაციური. მაგას მივეჩვიეთ ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში. კეთილი, მადლობა. გავხსნათ, მოდით გადავიდეთ უკვე ძირითად საქმეზე, ოღონდ იცით რომ ჩვენ მიმართავთ ხოლმე ჯეირანის წათამაშებას იმის გასაკვირად, რომელი იქნება პირველი. გთხოვთ, მოდი მე დავითვლი. მე მგონი იცით თამაშის წესები და ხელებს არავინ. აღარ აგიხსნით. პირველივე გავხოთ სტაზე გამომოვიდეთ გამარჯვებული ჯეირანი.
მოვიგე. კი ბატონო. კაი სტრატეგია არაფერი ხუთიანი სტრატეგია. კი ბატონო. კეთილი. და აქვე ჩვენი მოკლედ პირველი სადებატო საკითხი ეს არის სააკაშვილთან უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში მოღვაწეობას და მის ასე ვთქვათ მიზნებს პოლიტიკაში, იმის მიუხედავად რომ ის იმყოფება პატიმრობაში, ხშირად არის ხოლმე ინიციატორი სხვადასხვა მიმართულებებით, რაც იწვევს ხოლმე როგორც მისი მხარდამჭერების შეგულიანებას, ასევე ვთქვათ მისი მოწინააღმდეგეების ბრასსაც და ამ დებატების ერთ-ერთი მიზანი ეს არის რომ რაღაც საკითხები რაც როგორც ფაქტორად არის ქართულ პოლიტიკაში ასე ვთქვათ არ იყოს სტიგმატიზებული და ძალიან ღიად და ნათლად ვისაუბროთ ამ შემთხვევაში გვინდა რომ ვისაუბროთ იმაზე სააკაშვილის ფაქტორი არის შესაძლებლობა ვთქვათ რაღაც ამ პოზიციური ბრძოლისთვის თუ არის პირიქით საფრთხე მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დებულების სახით შემოგთავაზოთ რომელიც დებულებაც არ გამოხატავს ჩვენ სარედაქციო ასე ვთქვათ პოზიციას უბრალოდ დებულების ფორმულირება არის ესეთი რომ სააკაშვილი შემოფერხებელია ოპოზიციური ერთობისთვის თქვენ გაქვთ წითელი და მწვანე ასე ვთქვათ ჯოხები ვეთანხმები არ ვეთანხმები გთხოვთ რომ გვანახოთ რომელ პოზიციას იზიარებთ ორივეს იზიარებთ სააკაშვილი არის საფრთხე ხო მაგის მომენტ ხო კი ბატონო არ ეთანხმებით. კეთილი. უკვე საინტერესოა. მოდი უკვე დავიწყოთ პირველი 3 წუთის ათვლა და ლევონ სანიკიძის პოზიციის მოსმენა ამ საკითხზე. დავიწყოთ ლევონ. პირველი დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად კარგი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე, ამიტომ იმაშინ რომ ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ფაქტორზე იქნება ღია დისკუსია. იმიტომ რომ მგონია რომ ესეც ტაბუდადებული თემა არის, მიშაზე ლაპარაკი. მათ შორის შიდა ოპოზიციური თვალსაზრისით, თორე აბა ქოცები მარტო მიშაზე და ნაციონალურ მოძრაობას ლაპარაკობენ. მოდი დავიწყოთ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ფიგურა, რომლის გარშემო ჩემი ღრმარწმენით 25 წელია ქართული პოლიტიკა ტრიალებს. ანუ ან მიშას მომხრეები არიან, ან მიშას მოწინააღმდეგეები. ესე იყო ხელისუფლების დროსაც. მიშა და ანტიმიშა და დღესაც ბიძინა ივანიშვილის მთავარი ფუნქცია არის, რომ ის თითქოს აჩერებს მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებისგან. ოღონდ ამის საფასურად მან გაანადგურა ქართული სახელმწიფო. მიშასთან დაკავშირებით ბევრად უფრო სენსიტიური საკითხი დადგა ოპოზიციურ სპექტრში და ნაციონალური მოძრაობაც ბევრად უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა მას შემდეგ რაც ის ციხეში აღმოჩნდა და ის არის პოლიტიკური პატიმარი. პირველი პრობლემა რომელიც ჩემი აზრით აი ამ შეკითხვაზე ჩემ პასუხად არის ის რომ არ ვეთანხმები ამ დებულებას იმის გამო რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი მხოლოდ პოზიტიური გამოყენებით შეიძლება იქნეს პოლიტიკურ ველზე რაღაცნაირად ინტეგრირებული და გეტყვით რატო. პირველი დავიწყოთ იმით, რომ პოლიტიკური პატიმრობის კითხვის ნიშნის დაყენება მისი ოპოზიციური პარტიების მხრიდან რაღაც მორალურ სიცხადეზე ქმნის სერიოზულ პრობლემას, იმიტომ რომ ერთი ხელით, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის ბადრი კოჭლამაზაშვილის სანქცირებული მოსამართლის მიერ გასამართლებული. მისი სანქციები შეკერილი აქვს ფარცხალაძე რომანოვს, რომელიც 9 მაისის ღონისძიებაზე აპირებს დასწრებას, ოფიციალურად დაადასტურა, ხო? თია წულუკიანის და ბიძინა ივანიშვილის მიერ სამართლდება ვლადიმერ პუტინის დავალებით ეს მითოსიც აღარ არის რაც დრო გადის მათ შორის აი ამ ეგრეთ წოდებულმა კომისიამ ეს დაადასტურა ამ დროს იმის თქმა რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი ჩემი აზრით არის მათ შორის ვალდებულება არავინ ჩვენ პარტიაში არ თხოვს რომ ვიღაცამ ფრიმიშა ტატუ გაიკეთოს ოპოზიციის სხვა მიმართულებით ან მიშას ბანერებით ირბინოს მაგრამ როდესაც ჩვენი პარტიის მხარდამჭერები ჩვენი საერთაშორისო გუნდი რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა რეზოლუციაში გაჩენასთან დაკავშირებით ამ დროს ოპოზიციის ნაწილი პირიქით ანტაგონიზმით არის განწყობილი რომ ეს არ შეიძლება მიშა ჩვენ ყოფს მიშა არის პრობლემა მე ესე არ მიმაჩნია და გეტყვით კიდე ერთ მიზეზს რატომ თუკი მაგალითად სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო კონტაქტები გავლენა და ელექტორალური ბაზა მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი რატო არ უნდა იყოს პოლიტიკურ მაგიდასთან იმიტომ რომ პირდაპირ თქვა ნაციონალური მოძრაობის მთავარი ელექტორალური ფაქტორი რომელმაც 13 წლის განმავლობაში შეძლო ხო რაღაც ამ პარტიის ოპოზიციაში აი ამ დონეზე ყოფნა ხო საკმაოდ მძლავრად და გამარჯვებებთანაც ახლოს იყო და არჩევნებიც გაყავდა და რომ არ გაყალბებულიყო შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო ხო მიშას როლის და აი პრობლემის გაჩენას ქმნის ოპოზიციური კომპლექსები, რომლებსაც არ სურთ მიხეილ სააკაშვილის მაგიდასთან მოხვედრა. ეს არის პრობლემა, რომ კონკურენციაში არ შედიან მიშასთან. არა და მიშა არის სრულფასოვანი ოპოზიციონერი ამ თვალსაზრისით. მადლობა, ამოიწურო ჩვენი 3 წუთი, ჩვენ კიდე გვექნება დრო რომ მოვისმინოთ ამ საკითხზე თქვენი პოზიცია.
ჩელე იგივე საკითხზე გვინდა აი მარწმუნებელი არგუმენტების მოსმენა რა ამყარებს იმ აზრის ასე ვთქვათ უპირატესობას რომ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა აქ და ახლა მაშინ როდესაც ხალხი ქუჩებშია გამოსული როგორც ერთ-ერთი ნათელი ასე ვთქვათ მტკიცებულება იმისა რომ არის დიდ ნაწილში მოსახლეობის დიდ ნაწილში ცვლილებების დრო და ამ დროს რამდენად მიყვება პოლიტიკური პროცესი აი ამ მოთხოვნას და აი ამ კონტექსტში არის თუ არა სააკაშვილის ფაქტორი გამხლეთში როგორც საზოგადოების ასევე პოლიტიკური ოპოზიციის. აი დაიწყეთ და დავიწყე. კი ბატონო დავიწყე. ვიცდები რომ ცოტა სწრაფად ვისაუბროთ, იქიდან გამომდინარე რომ მართლა ბევრი რაღაცა რაც უნდა მოვიცოთ. პირველი ან რაც იყო დებულება რომ მიშა არის თორე საფრთხე, მე არ დავეთანხმე, იმიტომ რომ ზოგადად იმაზე უნდა ვისაუბროთ რა არის ეს ოპოზიციური ერთობა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ძალიან მოგწონს ერთიანობა გერბზეც კი გვიწერია, მაგრამ იმის იქეთ ადამიანებს რომ კითხო შეიძლება კონკრეტულად ვერავინ ვერ ახსნას რას გულისხმობს იმაში რომ ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში მე ვიგულისხმებ იმას რაც მე მინდა, როგორც შეიძლება ჩემი თვალთახედვით ოპოზიციამ გააკეთოს და ეს იქნებოდა ეფექტური მოდელი. ეფექტური მოდელის შემთხვევაში ავიღოთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე თანხმდებით იმაში, რომ ადამიანი პოლიტპატიმარია, ამას საერთოდ აჭირდება იმის რაღაცა იმაზე მსჯელობა ვინმე დამნაშავე თუ არა, ეს მსჯელობიდან გვერდით გადადის, ადამიანი არის პოლიტიკური მოტივით დღეს დაპატიმრებული და არის ვჭარბდებული, როგორ შეიძლება რაიმე ეფექტურ ერთობას ხელი შეუშალოს ყოფილმა ხელისუფალმა, რომელიც დღეს იმყოფება პატიმრობაში. თუ ეს ერთობა ეფექტურია, მას ხელი ვერ უნდა შეუშალოს მოქმედმა ხელისუფალმა, რომელიც დღეს პატიმრობაში არ არის, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს და ამ ქვეყნის უმეტესი ნაწილი მიტაცებული აქვს, ასე რომ ამ შემთხვევაში მგონია რომ არა, მიშა, რომელიც დღეს არის ციხეში, ვერ შეუშლის ხელს რეალურ და ეფექტურ ოპოზიციურ ერთობას და თუ შეუშლის ხელს, ესე იგი არც ყოფილა ეგ ერთობა გასაკეთებელი. დანარჩენს რაც შეეხება, ხა რაც ჩემმა ოპონენტმა თქვა, აქ იყო რომ მიშა რაღაცნაირად პოზიტიური უნდა იყოს და მე თქვა რომ ოპოზიციონერები ამბობენ რომ მიშა რაღაცნაირად ყოფსო, მიშა არ გამოდის პოზიტიური თუ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ რომ მათ მიშა ყოფს, იქ მნიშვნელობა არ აქვს ვიღაცა სიმართლეს ამბობს, ვიღაცა თქოს ამბობს, თავარია რომ ჩვენ ვიცით განწყობები რა განწყობების აქვთ მათ მიხეილ სააკაშვილისადმი. მიხეილ სააკაშვილი არ არის შემკვრელი პოლიტიკური ფიგურა, უფრო მეტად განმზიდველია, თუმცა ეს განზიდვა არ არის იმხელა, რომ რაიმე ეფექტურ ერთობას მართლა ხელი შეუშალოს. ამის იქით უბრალოდ მე იმას არ ვეთანხმებ რომ მიხეილ სააკაშვილი რაღაცა ჩვენ ახლა რაიმეს გვიშველის შეიძლება არასწორად გავიგე, მე მიშა არ მგონია მშველელი, მე მიშა მგონია საშველი. იქედან გამომდინარე რომ დღეს პოლიტპატიმარია ოპოზიციურმა სპექტრმა და ხალხმა პირველ რიგში უნდა უშველოს ყველა პოლიტპატიმარს სახელებს და გვარებს რო თავი დავანებოთ იმით რომ ამ ქვეყანაში ნორმალური სისტემა გქონდეს რომელიც გამორიცხავს ადამიანების პოლიტიკური ნიშნდაკავებას, იმიტომ რომ ეს მე ვიღაცას თუ გონია რომ მიხეილ სააკაშვილი მართლა რაღაცაში დამაშავე, პირიქით პირველი ის უნდა ყბილოდეს რომ რაღაც უნდა გამოსწორდეს, იმიტომ რომ ადამიანის პოლიტიკური ნიშნდაკავება გისპობს მე უკვე საშუალებას რომ მართლა ის აი ამ კონკრეტული დანაშაულისთვის დასაჯვა, ამის საშუალება აღარა გაქვს. რომ არა მიშა ხელს ვერ შეუშლის რეალურ ეფექტურ ერთობას, თუ შეიძლება ასეთი არსებობდეს და რაღაცა ჰორიზონტზე დავინახოთ და იმის იქეთ მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტიკურ აქტორად დიდად მე არ მესახება და ადამიანები არ აღიქვამენ მას როგორც ძლიერ ფიგურას. დიდი მადლობა, პრინციპში დროში ჩაიტიეთ. ეხლა შეგვიძლია რომ რეპლიკისთვის მოგცეთ, ლევან, მე თქვენ გაძლევთ 2 წუთს იმისთვის რომ რეპლიკა გააკეთოთ. პირველი მოდი დავითანხმები, ჯერ ვიტყვი რაშიც ვეთანხმები. პირველი დავითანხმები იმაში, რომ თუ კი არსებობს რაიმე სახის სწორად ჩამოყალიბებული ოპოზიციური ერთობა, შეუძლებელია მას ხელი შეუშალოს ვინმე. მიხეილ სააკაშვილი იყო წლების განმავლობაში ამ არჩევნებზეც ყველაზე მეტად მომხრე ოპოზიციური ერთიანობის. რაც მას წარმოედგინა იმ დონეზე სურდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ ჩვენი პარტია მზად იყო როგორც სახელზე, ისე ნომერზე თქვა უარი, შესაბამისად ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს მისი მხრიდან რა დათმობაზე შეიძლება წასულიყო. ამ მიმართულებით თანხმდებით რა, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა მე რასაც უყურებ, ეს არის ოპოზიციური პარტიების ლიდერების კომპლექსი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს არ არის რაღაც ადამიანური კომპლექსი, რომ ვიღაცა მაღალია ან ამას არ გულისხმობ. პოლიტიკური კომპლექსია მაქვს საუბარი. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, ხაზგაუსვავ, რომელსაც 13 წელია ამ ქვეყანაში არ მისცემია დამოუკიდებლად მარტოს ქუჩაში პოლიტიკური კამპანიის წარმოება. ანუ ის არათანაბარ პირობებში არის ავტომატურად და მიუხედავად ამისა, ყველა სხვა პარტიის
შედეგი, რომელიც ამ ქვეყანაში შექმნილა ოდესმე ამ 13 წლის განმავლობაში, ვერ უთანაბრდება იმ შედეგს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი იღებენ. ეს ძალიან რთული ამბავია. ანუ ავტომატურად მიშა სააკაშვილი, როდესაც ლაპარაკობს, ის არათანაბარ პირობებში დგას სხვა ოპოზიციონერებთან. და მე მარტივად უყურებ რა, ოპოზიციური პარტიების რაღაც ნაწილი ცდილობს საბნის საკუთარ მხარეს გადაკაჩოს ამ მიმართულებით, რომ მიშა არის თითქოს ზედმეტი. არავის არ უთქვამს, რომ მის გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება, აი ამ მიმართულებით მე ეს არ მithქვამს, მაგრამ ის რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბუნებრივად ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფიგურა და მიმაჩნია რომ საკუთარი პოლიტიკური და საერთაშორისო წონით ალბათ ყველაზე მძიმე ფიგურა და ამიტომ არის გამოწვეული მათ შორის ის ეჭვიანობა რაც ოპოზიციაში არსებობს არის ის რომ ნებისმიერ მაგიდასთან სადაც ის ზის მისი წონა უფრო მეტია ვიდრე ნებისმიერი ორკაციანი პარტიის არავის შეურაცხყოფას ამით არ ვაყენებ მაგრამ მაინც ეს არის და ერთი მცირე რეპლიკა რაც ერთ დავამატებ და თავარი არის ის რომ შეუძლებელია ის რეგლამენტიდან გავალთ და ასე ხო ანუ სხვა ფორმატებში გადავალთ უკვე ჩელი 2 წუთი გაქვთ ლევანის ნათქვამზე ისთვის დავიწყეთ დროისაც რა. თანხმდებით იმაზე, რომ არათანაბარ პირობებში როგორ შეიძლება ამაზე არ შევთანხმდეთ ის ციხეში მყოფება დანარჩენი ოპოზიციურ პარტიების ლიდერები გარეთ არიან. მე არის ახლა ვის რა კომპლექსი აქვს სიმართლე გითხრათ, უბრალოდ ჩვენი განსახილველი რაც იყო, იქ თავარია რომ კომპლექსი აქვს და თავარია რომ არ მოსწონთ, თუმცა ნუ ეს განვიხილეთ რომ ეს არ მოწონება რაღაცა მე ვერ გადაითარგმნებ იმაში რომ იმან მეორე მხრიდან რაღაცნაირად ხელი შეუშალოს. ნაციონალური მოძრაობის შედეგს რაც შეეხება ამ არჩევნებზე თუ სწორად მახსოვს მეორე ადგილზე გავიდა ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ პარტიებს არ ვაღიარებს შედეგებს. ნუ რა აზრი აქვს რასაც ვაღიარებთ ნებისმიერ შემთხვევაში ეგრე მე შეიძლება წინაშე მე შედეგებიც არ ვაღიარო და მაგიდასთან ჯდომასაც შეეხო კი იმაზე ვთანხმდებით რომ მიხეილ სააკაშვილის რა პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს თანამდებობაზე მუშაობა და ასე შემდეგ ერთად რომ შევაჯამოთ მასზე წონიანი პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკურ ველზე არ იქნებოდა უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ველზე არ არის ერთ-ერთი მაგიდა რომელსაც უჯდება ხოლმე არის მაგიდა სამწუხაროდ რომელიც არის კლინკა ვივა მეჩი ასე რომ ამის იქით გონე რომ რაღაცნაირად თან ვიძახოთ რომ პოლიტპატიმარია და თან ვიძახოთ რომ მე რაღაცა პოლიტიკური აქტორია ძლიერი თან რომ შიმშილობს და ცუდად არის და ყველა დაავადება ერთად ჭირს და მე თან რომ მას შეუძლია რომ რაღაცა აქ ბევრი პლუს მოიტანოს მე ვთანხმდები იმაზეც რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია საბარაუდოდ რომ ამ პროცესს თავისი კონტაქტების და თავისი რაღაცა გავლენის გამოყენებით რაღაც პლუსები მოიტანოს მაგრამ ამის იქით ოპოზიციურ ერთობაში მიხეილ სააკაშვილის ცალკე აღებულის არანაციონალიზმზე ცალკე აღებული მიხეილ სააკაშვილის რაიმე ერთ პარტიისგან გამოყოფილ კომპონენტად მოაზრება მთლად სწორი არ მგონი. კეთილი მადლობა. ეხლა ჩვენ გვექნება ჩვენი ფორმატის თანახმად ღია დისკუსიის 8 წუთი. აქ უკვე მიმართავთ თავისუფალ მსჯელობას, შეგიძლიათ რომ ისაუბროთ და მეც ჩავერთვები ამ ნაწილში საუბრით და თუ კი ვნახავ რომ რაღაც თქვა ამ 8 წუთის შემდეგ თემამ ვერ ამოწურა თავი, მე კიდე დავამატებთ გარკვეულ დროს, მაგრამ სანამ გავხსნით ღია დისკუსიის ამ 8 წუთს, ვიდრე როცა ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, ცხადია ადამიანებს ვინც შეიძლება ახალი თაობა იყოს, სრული სურათისთვის, უბრალოდ სააკაშვილის კონტექსტზე მინდა რომ ძალიან პატარა ჩანართი გავაკეთო, ხო? ნუ სააკაშვილზე ის 2000-იანი წლების დასაწყისიდან მეტად ახსოვთ ადამიანებს, მაგრამ მანამდეც იყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, იყო ედუარდ შევარდნაძის იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი 2000-2001 წლებში ის იყო იუსტიციის მინისტრი, შემდეგ 2001 წელს მან დატოვა შევარდნაძის მთავრობა და დააფუძნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეს პოლიტიკური პარტია, რომელსაც შემდეგ დაუკავშირდა მიხეილ სააკაშვილის, ასე ვთქვათ, და მისი გუნდის მიღწევებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების სახით და ასევე ის, ასე ვთქვათ, გადაცდომებით, რომელიც ახასიათებს იმ პერიოდს, ხო? აუცილებლად პოზიტიურ ნაწილში, როგორც ხასიათდებოდა მისი პოლიტიკური გუნდი, რომ ეს იყო ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდი და ნახეთ კიდეც რეფორმები, მათ შორის ეს იყო საპოლიციო რეფორმა, ეს იყო გაცხადებული ბრძოლა კრიმინალთან, კორუფციასთან, ასევე ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან, იყო სხვადასხვა ტიპის რეფორმების ტალღები, მაგრამ ასევე არსებობდა სერიოზული პრეტენზიები მის მიმართ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების სახით, ეხლა მე ხელში მიკავია მაგალითად ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი არის ესეთი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია დღემდე, ასე ვთქვათ, მუშაობს 96 წელს არის დაფუძნებული და დღემდე, ასე ვთქვათ, უკვე ივანიშვილის ხელისუფლებას მიუთითებს მან კი არ გადაცდომებზე და აი ამისთვის, ვთქვათ, სადემონსტრაციოდ რამდენიმე დოკუმენტიც მაქვს ამოწერილი, რომელიც მიუთითებდა მიხეილ სააკაშვილის და მისი
პერიოდის მმართველობას, ერთი მხრივ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ, ასევე არა მხოლოდ ხო იქ იყო პრობლემები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებასთან დაკავშირებით, ზეწოლა პოლიტიკურ ოპონენტებზე, ასევე იყო ზეწოლა მედიაზე, კარგად მახსოვს იმ პერიოდის მედია გარემო და მახსოვს როგორ უჩინარდებოდნენ გადაცემებით და შემდეგ უკვე ცალკეული ტელეარხებით. მოკლედ, ბევრი ხარვეზი, რასაც ახლა დეტალურად ამ ფორმატში ვერ მოვყვებით, არ ვიცი, შეგიძლიათ უბრალოდ ნახოთ ამის ადემონსტრაციოდ ამ ანგარიშის ჰედლაინებით, არის თუ არა შემდეგი გაჩერება ბელორუსი. ხო, ეს იყო 2005 წლის ანგარიში. ასევე ჯერ კიდევ 2004 წელს გამოქვეყნდა ამ ანგარიში ერთი ნაბიჯი წინ, იგულისხმოდა რევოლუცია, ორი ნაბიჯი უკან. ასევე პუტინიზაცია საქართველოში მედიის კონტექსტში, ხო, იმიტომ რომ გვახსოვს როგორ მიიტაცა ვლადიმერ პუტინმა მედია გარემო რუსეთში თავის დროზე და ამ პარალელებზე იყო საუბარი. მოკლედ, ამის იმის თქმა მინდა, რომ როდესაც საუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, გვესმის, რომ მას აქვს თავისი ელექტორალური მყარი მხარდაჭერა, რომელიც ბოლო პერიოდში უკვე დავიდა 10%-მდე, მესმის, რომ ეს ცესკოს ამ შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია, მაგრამ ფაქტად და ასევე ფორმულის Edison Research-ის გამოკითხვის თანახმად, მისი რეიტინგი იყო, ასე ვთქვათ, ნდობა, უბრალოდ მოწონება იყო 38% თუ არ ვცდები, რაც შესაძლოა იყოს ბევრად ნაკლები, ხო, ეს იყო 38% მოწონება, არ მოწონების რეიტინგი იყო 73%, ეს არის 2024 წლის 28 ივნისის მონაცემები. ანუ, როდესაც საუბრობთ სააკაშვილზე, უბრალოდ სანამ გავხსნით ამ დისკუსიის 8 წუთს, ეს ფაქტორი გავითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, ამომრჩევლები, ვისთვისაც არის სააკაშვილში შესაძლებლობაც, არ ვიცი, ვინ როგორ უყურებს ამ შესაძლებლობას, მაგრამ არის ასე ვთქვათ საფრთხეებით, რომელიც ახსენებს ადამიანებს დემოკრატიასთან დაკავშირებულ პრობლემებს მისი მმართველობისას. მოდით აი ამ კონტექსტში განვაგრძოთ უკვე მსჯელობა ამ 8 წუთიან ბლოგში და მე შემოგიბრუნებთ თქვენი ნათქვამებიდან აი ამ ფრაზებს, ერთი მაინტერესებს, ვთქვათ, თქვენ ორივე აღნიშნეთ, რომ ოპოზიციას თავისთავად აქვს ერთიანობის პრობლემა სააკაშვილის ფაქტორისგან დამოუკიდებლად. აი თქვენ როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა, ახალმა თვალებმა აი ამ ასე ვთქვათ პოლიტიკურ სპექტრში რა დაინახეთ, როგორ ამოიკითხეთ ეს ნაწილი და ასევე თქვენ ახსენეთ, რომ აი საბნის გადაკაჩვას ყოველ ოპოზიციური პარტია თავისკენ ცდილობს, რომელ პარტიებზე არის საუბარი. და დავიწყებ 8 წუთიანი დროის ათვლას. მოდი მე გავხსნე თუ წინააღმდეგი არ იქნები. პირველი დავიწყებ იმით, რომ ის სტატია, რომელიც საქართველოს ბელარუსიზაციაზე იყო და 2005 წელს არის გამოცემული, მე მგონი 20 წელი შეეშალათ და 20 წლის მერე მივედით ამ შედეგამდე. შესაბამისად, ესეც საინტერესოა, რაც შეეხება Edison Research-ის და სხვა მიუხედავად იმისა, რომ მე პატივს ვცემ და ვენდობი ამ კვლევით ორგანიზაციებს, აქაც ერთი რამის თქმა მინდა, რომ ეს ეგრეთ წოდებული პერსონალური სიმპათია, ანტიპათიის კვლევა არ აისახება ხოლმე როგორც წესი ელექტორალურ შედეგებში, იმიტომ რომ იქ არაერთი პერსონა შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თავზე არის მაგალითად, მაგრამ არჩევნებში დარწმუნებული ვარ, რომ ბარიერის გადალახვასთანაც არ იქნება ახლოს, ამიტომ ეს ჩემთვის საზომი არ არის. როგორც წესი, მე როცა ამ სლაიდს უყურებ, ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვაქცევ ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს ორი პერსონა ქმნის ყველაზე მეტად ამინდს პოლიტიკურ სივრცეში და ოპოზიციურ და თუ პოზიციურ სივრცეში. რაც შეეხება აი ამ ერთიანობის პრობლემას და ამას მიშას პრობლემას დავაკავშირებ, არის ის, რომ ნახეთ ნაციონალურ მოძრაობას აქვს განსაკუთრებით სენსიტიური მდგომარეობა, იმიტომ რომ 13 წლის განმავლობაში, აი პირველივე დღიდან 2 ოქტომბრიდან ეს იყო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებდა იმას, რაც სინამდვილეში აღმოჩნდა სწორი, ხო? ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენა, ბიძინა ივანიშვილის კავშირები რუსეთთან, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა, ასე შემდეგ. და დღეს რაღაცნაირად აი ამ ოპოზიციურ ერთიანობაში, სადაც არ დავმალო, ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პერსონალური ანტაგონისტური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ყოფილა ერთიანობები, სადაც მიხეილ სააკაშვილის საკითხის ამ დონეზე ნიველირება არ მომხდარა და შედეგი მაინც დადებულა. გინდა 2021 წელს მე სხვათა შორის არასდროს პროპორციულ ნაწილში არ მიმიწია სხვისთვის ხმა, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის სამმართველო ვიყავ, მაგრამ საბურთაოზე როცა ჩელე იყო საერთო კანდიდატი ოპოზიციური და მიხეილ სააკაშვილიც უჭერდა მას მხარს როგორც საერთო კანდიდატს, მივედი და ორივე ტურზე შემოვხაზე ჩელე. ამიტომ ამ
ვითარებაში საბნის გადაქოჩილში რასაც გულისხმობდი არის ის რომ როდესაც ეს არის ადამიანი რომელსაც პირდაპირ უცხადებს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილი მისი მთელი პროპაგანდისტული მანქანა და რუსეთის ფედერაცია რომელსაც ემუქრებიან აკრძალვით ესე იგი საქმეზე უმატებენ მხოლოდ მისით არიან დაინტერესებული მისი მხრიდან მე შენი აზრი მართლა მაინტერესებს ამაზე ოპოზიციის მხრიდან თითქოს თავის ისე მოჩვენება რომ მიშა როგორც ფაქტორი არ არსებობს პოზიტიური თუ ნეგატიური ახლა სხვადასხვა აქმები ხო არის რომ მიშა როგორც ფაქტორი არ არსებობს ეს პრობლემას უქმნის ერთიანობასაც იმიტომ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 5 თვე ვითმინეთ ის რომ არც მიშას პოლიტპატიმრობაზე გაკეთებულა განცხადება არც მისი რომელიც სხვათა შორის ამ თვალსაზრისით საკმაოდ კომფორტულია ერთიანობის დროს ნაკლებად აი ეგ ძალიან დიდი შეცდომა იყო მაგრამ ვითმენდით ისევ და ისევ ერთიანობიდან გამომდინარე და სხვათა შორის მიშაც იყო ამის ერთ-ერთი თანაინიციატორი რომ პროცესს ხელი არ შეუშალოთ რომ მისი საკითხი რომელიც ვიღაცის შეიძლება მას გონია რომ პროცესს უშლის ხელს არა მიშას ეს არ გონია უბრალოდ არსებობს რაღაც ნდობის ლიმიტი პროცესისადმი პირველი რამდენიმე თვე რომ თუ კი ყველა პარტიის ვიწრო პარტიული რაღაცა მიზანი შეიძლება ყოფილიყო გვერდით გადადებული ისიც მზად იყო რომ მინიმუმ მისი საკითხის ესეხმამაღლა აქტუალიზაცია საერთო ფორმატში პარტია ცალკეა, მაგრამ საერთო ფორმატში არ მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ მივიღეთ რაღაცა ისეთი სურათი, სადაც საქართველოში ხო სინამდვილეში მე ესე უყურებ, შეიძლება არ დამეთანხმო. არსებობს სამი მსხვილი ელექტორალური ბაზა. ერთი არის ანტიმიშები და კოცები, რომელებიც სხვადასხვა ნიშნით არიან ბიძინასთან დაკავშირებული. მეორე არის ნაცები და ნაცური დნმ-ის მქონე პარტიები, მათ შორის ის კოალიცია, რომელსაც შენ წარმოადგენდი და ბევრი შენი კოალიციის წევრი განსაკუთრებით სამეგრელოში მინახავს, რომელსაც სახლში მიშას ფოტო ქონდა ჩამოკიდებული, მაგრამ თქვენ მოგცათ ხმა და მიშას მხარდამჭერები ფოტო თუ ქონდა ჩამოკიდებული, ეგ უკვე პრობლემაა. ეგ ხო, მაგრამ ანუ მე გეუბნები რადონის მხარდამჭერებზე მაგ საუბარი. მაგრამ მესამე ეს არის შუაშისტური ელექტორატის მქონე პარტიები, რომლებსაც არც ნაციონალური მოძრაობა უნდათ, არც ქართული ოცნება უნდათ და მგონია რომ ჩელე ხა ამ ელექტორატის ნაწილი არის უფრო. აქვე მოდი ეს აღნიშნოთ რომ აი შეიძლება ზუსტად ეგ შუაშისტური ელექტორატი ყველაზე უფრო მკაფიოდ რეაგირებს ხოლმე, როდესაც თუნდაც საპროტესტო აქციებზე გამოჩნდება სააკაშვილის ბანერი, ხო? ანუ ესეთი შემთხვევები არაერთი გვინახავს და ბოდიში ერთიც უბრალოდ ფაქტორად სააკაშვილზე როცა საუბრობთ მისი დაბრუნების შემდეგ ის გამხრეჩი აღმოჩნდა არა მხოლოდ თქვა რაღაც საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილში, არამედ მისსავე პოლიტიკურ პარტიაშიც, იმიტომ რომ ნახეთ რომ სწორედ მის საკითხს უკავშირდებოდა იგივე თავმჯდომარის ცვლილება და ის გაკეთებული განცხადებები. ეს ნაკლებად არის მაინც მიშასთან დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, რაც მელიასგან ვიცით, ეს უკავშირდებოდა სააკაშვილის ფაქტორს, როგორც ჩრდილოვანი მმართველობის კონტექსტს და ასევე კიდევ სხვა საკითხებს, რომელსაც არ მიუბრუნდებით. ხო. თქვენ ახლა რამდენიმე რაღაცა თქვით თავიდან დავიწყებ, მე ლევან მარას თქვა იმაზეც გადავალ, პირველი იყო საფრთხე, შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც საფრთხეს ხედავენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობენ უბრალოდ ამ ხალხს უნდა აუხსნათ, რომ არ არის ამგვარი საფრთხე დღეს, რომ იმ სტატიაში რაც წერია და რა გადაცდომებიც იყო და რა ჩვენ ყველამ ვიცით უბრალოდ ეხლა რომ ამაზე დავდგეთ და ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილის კონტექსტში ჩვენ ჩემთვის პირველ რიგში ვსაუბროთ პოლიტპატიმარზე და არა პოლიტიკურ აქტორზე საშლილია მიშას უნდა უშველოთ და მიშასთან ერთად უნდა უშველოთ ყველა პოლიტპატიმარს მე ზოგადად მაღიზიანებს ხოლმე ერთი კონკრეტული სახელი და გვარის გამოყოფა გასაგებია რომ კონტექსტი განსხვავებულია უბრალოდ უამრავი ადამიანი ამ ქვეყანაში ზის ციხეში ისეთი რომელიც არ უნდა იჯდეს ციხეში ასე რომ ყველა ეს ადამიანი თავისუფლებას უნდა იყოს და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს ჩვენ უნდა გქონდეს იმგვარად მოწყობილი სისტემა, მათ შორის პროკურატურა, მათ შორის განხილველი ორგანო, რომ საბოლოო ჯამში შეკითხვა არავის არ გაუჩნდეს და შეკითხვა თუ გაჩნდება, ამასაც უნდა გაიცეს საკადრისი პასუხი, ასე რომ ჩვენ თუ რამისთვის ვიბრძვით არის ის, რომ ზოგადად პოლიტპატიმრები ამ ქვეყანაში არ არსებობდნენ და არ არსებობდეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ვისაც შეუძლია რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნით დააკავოს, ამ ბრალი წარუდგინოს, ან შემდეგ ციხეში ჩასვას, იმიტომ რომ წარმოუდგენლად სულელური რაღაცაა, რასაც ხედავთ, გასაგებია რომ მიჩვეული ვართ ამგვარ რაღაცებს, თუმცა დემოკრატიისთვის და იმ ქვეყნისთვის, რომელამდეც გვინდა მივიდეთ, ეს არის უბრალოდ ავისი ნონსენსი, ფიზიკურად არ შეიძლება რომ აგრე იყოს. ერთიანობასაც შეხება, მგონია რომ მაგაზე შეთანხმდით რა მიშა თუ ამას ხელს
ხელს ვერ უშლის, შეერთი მიხეილ სააკაშვილს არც უნდა მოთხოვოთ იმას გაერთიანება და არც ის უნდა დავაბრალოთ, რომ ვიღაცასთან ვერ გაერთიანდა როგორმე გადაყლაპონ ეს ერთი ადამიანი, რომელიც ციხეშიზის უკვე წლებია და სხვა ნურავის ხო, მაგრამ მოდი აქ ის კონტექსტი არ დაგვავიწყდეს, როგორ იყენებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს და მის სახელს, თქვენ აღნიშნეთ, ხო, რომ იყენებს ქართული ოცნება და ამავდროულად მთელი სტრატეგია დგას ქართული ოცნების იმაზე, რომ მთელი ოპოზიცია მონიშნოს როგორც სააკაშვილი, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ერთი, ასე ვთქვათ, პარტიის სტიგმატიზებით ეს გავრცელდეს სხვა პარტიებზეც. აი ამ სტიგმას მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა განსხვავებები უნდა ვაჩვენოთ. ხო, აი როგორ უნდა აჩვენოთ ეს განსხვავება. არის ერთი სტრატეგია, რომელიც მგონია რომ ვიღაცებს აღებული აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის რაღაცა მკაცრი კრიტიკით განსხვავება აჩვენოთ თავიანს და მიხეილ სააკაშვილის. მე არ მგონია ეს სწორი სტრატეგია, ზოგადად ჩემთვისაც ხა ადამიანურად ციხეში მყოფი ადამიანისთვის ხა საავადმყოფოში თუ სად არის რა აზრი აქვს, მას თავისუფლება აქვს შეზღუდული მისი კრიტიკა რაღაცა დიდად სანაკებო საქმე არ მგონია ჩემთვისაც ხა ჩემ თავზე მაინც მიშასგან დისტანცირება რომ მოახდინო, არ მგონია კიდევ ვინმე შეკითხვა კონდეს მე და მიშა ერთი პარტიის წევრები ხო არა ვართ, იმიტომ რომ არა ვართ. საბოლოო ჯამში ვისაც ეს პრობლემა უდგას, მან თავისი ქცევით, თავის რაღაც მესიჯების შეფუთვით და ნარატივით უნდა უზრუნველყოს ის, რომ თავისი დისტანცირება მოახდინოს. თუ ხედავს რომ მიხეილ სააკაშვილის რაღაცა მასთან აფილირებით, მას რაღაცა აკდება, იმას თავი უნდა დაანებოს, მისი პრობლემა შენთან თუ ვიღაცას ასოციაციას უკეთებენ და შენ რაღაცა გაკდება, იმას თავი უნდა დაანებოს, შენი გზა ისე უნდა იყოს, რომ უფრო და უფრო გართულდეს ყოველდღე შენი ვიღაცასთან აფილირება. სამნის გადაკაცვას რაც შეეხება, მე ამას აქვს პრობლემა. მე სამნის გადაკაცვა მესმის ისე, რომ ვიღაცას ეხა თავისი რეიტინგი უნდა და სწორიც არის ეხა პოლიტიკოსები ვართ, ვიღაცებს პარტიები აქვს, უნდათ რომ ვიღაცას მეტი რეიტინგი ქონდეს, რაღაცა საქმე რო არის, არ უნდა რომ ეხა ვიღაცის დააძახებულ საქმეში ეს მივიდეს და იმას უფრო მეტი კრედიტი დაეწეროს და იმის კალათაში უფრო მეტი ხმა ჩაიტეროს, ჩაიყაროს, მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, რომ აქ იცით რა პრობლემაა? ჩვენ თუ იმას ვამბობთ, რომ აი, ზეგ ბელორუსი ხვდებით, მაზეგ რუსეთი ხვდებით, ბიზნესი ისეთი ავტორიტარია, რომ ყოველდღე უფრო უარესი ამ ქვეყანაში ცხოვრება. პოლიტიკურ პარტიებს აზრი არ აქვს, პოლიტიკას აზრი არ აქვს, მაშინ რატომ უნდათ ეს? რა საბნის გადაკაჩვაზე და რა ელექტორატის მოძიებაზე საუბარი თუ არჩევნები საერთოდ აღარ იქნება. კეთილი. ამასთან აქვს პრობლემა სიმაგრეში. ხო, ანუ მე რამდენადაც უსმენ ხოლმე თქვენ სატელევიზიო თუ სხვა ტიპის გამოსვლებს, ორივე ხშირად საუბრობთ მართლმსაჯულების მნიშვნელობაზე და არა მხოლოდ, მაგრამ ეხლა მინდა რომ აი თქვა სააკაშვილზე როცა საუბრობთ, ეს გამოვიდეთ ერთი პერსონის კრიტიკიდან და გავიაზროთ რომ ამ დროს საუბრობთ იმ წლებზე, როდესაც მართველი ამ ქვეყნის როგორც პრეზიდენტი ეს ადამიანი იყო და როდესაც თქვა დღეს აი ღირებულებების შეფასების ნაწილში უფრო მაინტერესებთ, ანუ დღეს თქვენ ხომ გინდათ რომ იყოს დამოუკიდებელი სასამართლო. ანუ სააკაშვილის დროს სასამართლო არ ყოფილა დამოუკიდებელი. ანუ როდესაც აი საუბრობთ რატომ შეიძლება ადამიანებისთვის გამხლეთში საკითხი იყოს, შეიძლება ეს ზუსტადაც რომ იმ ტრაუმებს უკავშირდება, რომ ადამიანები ვერ პოულობდნენ სამართალს სასამართლოში, მედია არ იყო თავისუფალი, ადამიანის უფლებების დარღვევის ხილული ფაქტები იყო მეგობრებო, ანუ ეს არ არის ხო რაღაც ქართული ოცნების ნარატივმა ჩვენ ხო არ უნდა დაგვაკომპლექსოს იმაში, რომ ავიღოთ რაღაცა ორი დეკადა და ყველაფერს სახელი დავარქვათ. სწორი სახელდება ხო გვეხმარება მე იმის რაღაცა დეტექციაში რა უნდა შეიცვალოს, ხო? ერთი სამი რაღაც მე ჩვენ ამას სახელი არ დავარქვით. გისმენთ ამიტომ ვართ აქ რომ აი როგორ ჩვენს ეხლა ჩემზე და ლევანზე არ თქვას უბრალოდ საზოგადოება მგონია რომ 12 აი ოპოზიციამ რამდენად გამიჯნა თქვა სააკაშვილის პერსონალური შესაძლებლობა იმ რაღაცა ელექტორალური მხარდაჭერა და თქვა პლუსები ცალკე და რაზე თქვა რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს ნახეთ მე ესეთ რაღაცას ვიტყვი პირველი არის ის რომ ამ ქვეყანაში დანარჩენი ოპოზიციური ლიდერები ვინც არიან მათ დროსაც იყო უსამართლო სასამართლო მაგალითად გიორგი გახარია როცა პრემიერი იყო მაშინ იყო სამართლიან სასამართლო თუ ისევ მიშას მოსამართლეები იყვნენ მაშინ მოწონდა ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი როცა პრეზიდენტი იყო ვერ ხედავდა პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემას ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ეს არის თავარი პრობლემა მანამდე 70 წელი საბჭოთა კავშირში ვიყავდა ვერც მოვთხოვდით ამიტომ სხვათა შორის თუ ვინმეს აქვს დღეს мотивация რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება დაბრუნდეს დამერწმუნეთ არის მიხეილ სააკაშვილი იმიტომ რომ მასზე რამაც გადაიარა როგორც პოლიტიკოსზე ეგეთი ფასის გადახდა არავის არ მოუწია უსამართლო სასამართლოს გამო ესაც კარგად უნდა გვესმოდეს ამავე დროს მე არ გამოვდგები ხა მის პერსონალური ადვოკატი ვერ ვიქნები მაგრამ თუ კი რამეზე აქვს მას ბოდიში მოხდილი წერილობითაც კი
არის ის, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო და პროკურატურა არ გაჩნდა. შეკითხავს და მითხარით, რის გამო არის შესაძლებლობა აი აქ და ახლა აი ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, რითი დაეხმარება სააკაშვილის ფაქტორი ზოგადად ოპოზიციის ან ცალკე ნაციონალური მოძრაობის ბრძოლას ხელისუფლების შესაძლებლად და კიდევ იმ ადამიანებს, რომლებიც დღე და ღამე არიან ქუჩებში. მე მინდა რომ სულ იმ ადამიანების ინტერესიდან გამოვიდეთ, იმიტომ რომ არ არის პატარა საქმე ამდენი დღის განმავლობაში აი ამდენი ადამიანი გამუდმებით კეტავდეს გზებს, ხო? აი რა შესაძლებლობის მატარებელია სააკაშვილის ფაქტორი, მაშინ მითხარით ეს. სააკაშვილს მე ზოგადად არ ვწონი, კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ჩემთვის ის არის პოლიტპატიმარი და პოლიტპატიმრის აწონვა ფაქტორად გამოყენება არ მინდა ასე რომ მისი ელექტორატი რა არის არ მაინტერესებს, მე ვიცი რომ არის ნაციონალურ მოძრაობა და რაღაცა დღესაც დაპოსტა იმაზე რომ პარტია სხვანაირად უნდა იმართებოდეს და მგონია რომ არის შანსი მივიდნენ პარტიის ისეთ მართვაზე, რომელიც იქნება ოპტიმალური. დანარჩენსაც შეიძლება ისე მივდივართ იმ საფრთხეებამდე, ხომ გასაგებია რომ სააკაშვილის მის დროს ამ ქვეყანაში მისი მმართველობის დროს იყო უამრავი გადაცნობა, უბრალოდ მე 12 წელია სხვა გადაცნომებს უყურებ. ეხლა ჩემი მეგობრები არიან ციხეებში, ჩვენ ხვდებიან სახლთან და ფიზიკურად გვისწორდებიან. მე გამოვცადე პირადად უამრავი სამართლოა, მათ შორის სასამართლოში და მათ შორის სხვების, იმიტომ რომ სხვა ადამიანების ადვოკატიც ვარ და ადმინისტრაციულ პროცესებში ხედავ იმგვარ ნონსენსს, რომ მეტი არ შეიძლება ყვირილი მოგინდება, უბრალოდ ადამიანს მე მესმის, რომ წინა ხელისუფლებაში სამღერ რაღაც იყო, უბრალოდ ჩემთვის პრობლემაა ის, რაც ხდება დღეს და მგონია რომ ჩემი ბრძოლა რაღაცა 12 წლის წინ კი არ უნდა დავიწყო, ეხლა უნდა დავიწყო ჩემი ბრძოლა, ჩემი საბრძოლო ეხლა და ეხლა რაღაცები უნდა შევცვალო. მე არ ვიცი მიხეილ სააკაშვილს უნდა თუ არა პოლიტიკაში, მე არ მინდა რომ ზოგადად მიხეილ სააკაშვილი რაიმეს წყვეტდეს, მე არ მომეწონებოდა რომ ის ამ ქვეყნის ხელისუფალი იყოს ან ხელისუფლებაში იყოს. კიდევ ერთხელ ამბობ, ვკითხავ მე რელევანს უნდა თუ არა მას პოლიტიკაში დაბრუნება და რამის გაკეთა, უბრალოდ მე მგონია რომ ის იმგვარადაა დასუსტებული, რომ ფიზიკურად ერთპიროვნულად რამის გადაწყვეტას ვერ შეძლებს. ასე რომ ეს საფრთხე შეიძლება განაიტანოს იმით, რომ იმას ხოშებთან ხვდებით, რომ ხა რომელ არჩევნებსაც არ უნდა მენდოთ, ეს სამი პარტია ერთად რო ავიღოთ მინიმუმ და გვერდით რომ ნაციონალურ მოძრაობა დავაყენოთ, რომლის ელექტორატში შედის, ასე რომ მიხეილ სააკაშვილის ელექტორატი, ეს სამი პარტია უფრო მეტი იქნება ვიდრე ის, ანუ კოალიციური ხელისუფლება თუ გვექნება და რაზე ჩვენ საუბრობთ, გონია რომ ეს დააბალანსებს და ხა მიხეილ სააკაშვილს რო იუსტიციის მინისტრად დანიშნოს არავინ არ უყურებს, ამაზე სხვა თან ხვდებით. კეთილი, მადლობა. ლევან, მინდა დრო მოგცეთ იმისთვის, რომ გითხრათ, თან გვაჩვენოთ თქვენი мотиваცია, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რატომ აფუძნებთ თქვენს პოლიტიკურ მიზნებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე და ამ კონტექსტში გითხრათ, რა პლუსებს ხედავთ სააკაშვილის ფაქტორში და როგორ დაეხმარება მისი პოლიტიკაში, ამა თუ იმ ფორმით ყოფნა, გვესმის რომ ის არის ამჟამად ციხეში, მაგრამ მისი ფაქტორი როგორ შეიძლება დაეხმაროს პროცესს. კი, თავიდან რასაც ვიტყვი ჩელეს აი ამ რეპლიკაზე პასუხად არის ის, რომ ზოგადად მიშას ფაქტორი ამ პროცესში მონაწილეობს იქიდან გამომდინარეც, რომ ვერ გავაკეთებთ ამ პროცესის დისტანცირებას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისგან. იმ აქციებზე ძალიან ბევრი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დგას და მათაც აქვთ უფლება, რომ ის ბანერი ეჭიროთ, რაც უჭირავთ. იმიტომ რომ არავისე ნაკლები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში არ შეუტანეთ. რაც შეეხება ჩემ мотиваციას ნაციონალურ მოძრაობაში ყოფნასთან და ჩემ პოლიტიკური რაღაცა კარიერის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებასთან მიმართებაში არის ის, რომ პირველი ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია პარტიული თვალსაზრისით, რომლის მსგავსიც ამ ქვეყანაში არ მომხდარა, ანუ რომ მოვიდა რევოლუციის გზით, ხელისუფლებაში იყო 9 წელი, სადაც ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები გაატარა და საშუალება მისცა, რომ სოფლიო რუკაზე დატანილიყო, აი ამას უფრო ფართო საუბარი ჭირდება, მაგრამ ამავე დროს მე აი ამას არ უფასებენ 2012 წელს როცა გადავიდა ოპოზიციაში, ჩვენ არ გვაქვს აი ეს პარტიული გამოცდილება და ვხედავთ რა მოსდით საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს გადარჩა და დღემდე არსებობს და არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ოპოზიციური დაპირისპირების ცენტრი, ხო, ბიძინა ივანიშვილთან. ანუ როგორც ხელისუფალს და როგორც ოპოზიციონერს ნაციონალურ მოძრაობას არავისე ნაკლები ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში არ გაუკეთებია და რაც შეეხება შესაძლებლობას, პირველი ეს არის ადამიანური ფაქტორი. უამრავი ჩემი მეგობარი განსაკუთრებით ახალგაზრდა არის დღეს ამ პარტიის წევრი და მიმაჩნია რომ თუ კი არის შესაძლებელი რომ ეფექტურად მოახდინოთ გავლენა პოლიტიკურ პროცესზე, სხვადასხვა რეფორმის გატარების საკითხზე. ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყოთ. ამავე დროს, აი უფრო რევერსული ლოგიკით რო შევხედოთ, ვისაც ამ ქვეყნის მთავარი მტერი, რუსეთი
და ვლადიმერ პუტინის სახელობითად მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას სხვა პარტიის წარმომადგენელი ან სახელი და გვარი მითხრან ვინ არის და ბიძინა ივანიშვილი ეს სამეული რუსეთი, პუტინი და ბიძინა ივანიშვილი, ვისაც ყველაზე მეტად ებრძვიან, ვის წინააღმდეგაც მიდის ის აღვირახსნელი პროპაგანდა, რაც მიდის, ვის წინააღმდეგაც შექმნეს ეს კომისია, აი ზუსტად იმ პარტიაში ვარ, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ივანიშვილის აი ეს არის რაშიც ასევე აბსოლუტურად ვეთანხმებ. ჩვენ თუ ვამბობთ რომ ხვალ ბელარუსი ხვდებით აბა მე მკითხონ გიორგი გახარიასთან თუ არ მაქვს შეკითხვები, მაგრამ მე შემიძლია და მაქვს უნარი რომ გადავდო და დროებით ერთ სანგარში ვიჯდეთ ამ ქვეყნის დასაცავად. და მას თუ არ აქვს ეს უნარი, ეს მათი პრობლემაა და მიშას ფაქტორი ზუსტად ესე უნდა იყოს გააზრებული, იმიტომ რომ ჩელემ ამ თვალსაზრისითაც სწორად წარმოაჩინა მისი როლი, ის ქუჩაში არ არის, ის გარეთ პროცესს ვერ მართავს, ციხიდან პროცესის მართვა არის ურთულეს და პრაქტიკულად შეუძლებელი და ამ ვითარებაში, როდესაც საუბარი არის მისი პოლიტიკური პატიმრობის ხაზგასმაზე და მინიმუმ მისი მხარდამჭერების არ დევნაზე და ამ პროცესში მათ ინტეგრირებაზე, მგონია რომ ეს არის ელემენტარული რის გაკეთება პოლიტიკურად და ადამიანურად არის შესაძლებელი. დიდი მადლობა. შეიძლება ამ თემის გაგრძელება, მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს წინ ორი ძირითადი სადებატო საკითხი და ასევე ძალიან საინტერესო მე-4 და მე-5 რაუნდი. მე მინდა რომ აი ახლა სახელდახელოდ გადავწყვიტე რომ ვიდრე გადავალთ მომდევნო თემაზე, იმის დასაფიქსირებად აქ და ახლა რა გაგჭიროებია, მოგცეთ თითო წუთი იმისათვის რომ გააკეთოთ თქვენი პოლიტიკური განცხადებები იმის შესახებ თუ როგორ ხედავთ ქართულ ოცნებას და რა არის აქ და ახლა ყველაზე უფრო რელევანტური პრობლემები. გაძლევთ ლევან თქვენ ერთ წუთს იმისთვის რომ ანუ არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე დღეს ქართულ ოცნებასთან რა პრეტენზიები გაქვთ თქვენ როგორც ერთ ოპოზიციონურ დეპუტატს და ერთ წუთს გაძლევთ ამისთვის. ქართული ოცნება დეპუტატს არ ამაბათეთ. ხო. ქართულ ოცნებასთან მაქვს მარტივი და ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ეს არის დღეს სამშობლოს ღალატზე წასული პოლიტიკური ორგანიზაცია და ამ კომისიამ სხვათა შორის ეს ბევრ ადამიანს კიდევ უფრო უკეთ დაანახა, იმიტომ რომ ამ კომისიის მიზანი ხო რა არის? კოლექტიური ქართული ოცნება შეიძლება ეგეთი ტერმინიც გამოვიყენოთ, ხო? ჩანს რას აკეთებენ. ეს არის პირველი 2008 წლის აგვისტოს ომის ჰააგის და სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზირება, სადაც საქართველოს 3-მდე მართლად იქნა გამოცხადებული. მეორე ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მესამე ეს არის რაღაცა დეზინფორმაციული ახალი კამპანიის წარმოება, ხო? და ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი არის ამ ქვეყნის საერთაშორისო რუკიდან გაქრობა, როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი მსოფლიო პროექტები მიმდინარეობს საქართველოს საკითხის საერთოდ დღის წესრიგიდან ამოღება, საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და რასაც უყურებთ, ხო? ფაქტია, რომ რუსეთთან გაუგონარი დაახლოების პოლიტიკის წარმოება, რომლის მთავარი მიზანიც არის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვა და საბოლოო ჯამში მე მჯერა, რომ თუ მივუშვით რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნობაც კი. და ეს ადრე ძალიან სასაცილო ჟღერდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან და მიაჩნდათ, რომ ეს იყო ჩვენი პროპაგანდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არის სწორი. მადლობა. ჩელემ, როგორ ხედავთ და რა საფრთხეების მატარებელია თქვენი ხედვით ქართული ოცნება ქართული სახელმწიფოსთვის? საფრთხე უამრავია, გამომდინარე იქიდან რომ აყალიბებენ მკაცრ ავტორიტარულ რეჟიმს და ეხლა ირკვევა სინამდვილეში როგორ ავტორიტარიში უნდათ რომ გაცხოვრონ იქ სადაც ერთი ოპოზიციური ტელევიზია, ორი YouTube არხები არსებობს თუ არ არსებობს და ასე შემდეგ. ანუ საფრთხე არის თეორიული და მომავლის და მაგას რო თავი დავანებოთ დღეს რაც ხდება იმაზე. ყველა იმ პრინციპს უღალატეს, რა პრინციპითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. ისევ არ ვარ ჩვენ ქვეყანა, სადაც ადამიანის სამართალს იპოვის, ყავს პოლიტპატიმრები 2005 წელს დაბადებული პოლიტპატიმარი ყავს, უამრავი ადამიანი ციხეშია, სამაგალითოდ სჯიან ადამიანებს და გვაქვს ქვეყანა, სადაც ერთი ადამიანის ხუშტურებზე დადის ხოლმე. ის კი არა რომ რაიმე პოლიტიკური ჯგუფი არსებობდეს. მე რაც მინდა რომ მივაღწიოთ ოდესმანეს ის რომ კოალიციური მმართველობა ყავდეს და ქართული სინema განასახიერებს ყველაფერი იმას, რაც ხელს უშლის დემოკრატიას და გასაგებია 20 წლის წინ ამგვარი მთავრობა რო ყავდა, იქნებოდა კიდევ ასატანი, მაგრამ დღეს არ შეიძლება ჩვენ გადაგვიყვანონ ევროატლანტიკური რესებიდან თან დემოკრატია გვინდოდეს და თან ყავდეს ერთი კაცის ხუშტურებზე მოსიარულე უამრავი პოლიტიკოსი. ყველაფერი იმ დეტალს რო თავი დავანებოთ იხლასა გმირებს შეურაცხყოფენ და ასე შემდეგ მთავარი ბირთვი რაც არის ის რომ ეს ხალხი ჩვენ დემოკრატიისკენ არასოდეს არ წაგვიყვანს, იმიტომ რომ მათი მთავარი мотиваცია არის ძალაუფლების რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება.
დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩვენს დებატებს და ჩვენ გადავდივართ უკვე ჩვენი დებატების ასე ვთქვათ მეორე რაუნდზე. ახლა წარვადგენ შემდეგ საკითხს, რომელზეც გავმართავთ დებატებს. ეს არის ასე ვთქვათ, მოდი დებულების სახით გაგაცნობთ ისევ და ისევ. დებულება არის ასეთი, რომ ოპოზიციას აქვს ძალა, ოპოზიციას შეუძლია, რომ შეცვალოს ქართული ოცნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით. ამ დებულებას ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით? კეთილი, დიდი მადლობა. ეხლა დავიწყოთ მსჯელობა. ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება თქვენ მოგცემთ პირველ 3 წუთს და მინდა რომ ასე ვთქვათ ამ საუბრის კონტექსტი იყოს ასევე ისიც, რაც ხდება. ხო, რამდენად აძლევს პოლიტიკური ოპოზიციის გნებავთ, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანებულების წინააღმდეგობის პლატფორმა ან სხვა ტიპის ოპოზიციური აქტივობები, სინერგიას იმ პროტესტს, რომელსაც ხედავთ ქუჩაში და აი ხო პირიქით ხო არ არის, ხო არ ასუსტებს ოპოზიციის ქმედებები აი ამ წინააღმდეგობას და ასევე ზოგადი ხედვაც თუ როგორ თვლით როგორ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება გაძლევთ 3 წუთს. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს მე ვეთანხმები რომ შეიძლება იყოს შანსი ოპოზიციისთვის იმისთვის რომ შეცვალოს ხელისუფლება ზოგადად ყველა არჩევნების შანსია თუმცა ვადამდელი არჩევნები არის ბუნებაში ჯერ არ არსებული რაღაც რომელიც გარკვეული კონტექსტის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას გარკვეულ მომენტში და სწორედ როგორ შეიქმნება რა იქნება მისი საწყისი მაგაზია მეწილად დამოკიდებული შეძლებს თუ არა ოპოზიცია ამ შანსის გამოყენებას ერთი ჩვენ შეგვიძლია ვიღოთ ვადამდელი არჩევნები რომელსაც ბიზინა ივანიშვილი თავისი ნებით დანიშნავს როგორც წყალობას და ამას გააკეთებს როცა მას თავად მოუნდება ეს არის ჩვენი შანსის ძალიან შემამცირებელი თუმცა შანსი მაინც რჩება და მეორე პოლიტიკური წინეხის გათვალისწინებით იქ რომელიმე პოლიტიკური გზის არჩევა მაგალითად რომ ამ პრემიერ-მინისტრი გადადგეს ან დობის საკითხი დააყენოს და ამის შემდეგ პრეზიდენტმა დანიშნოს დღეს მოქმედმა მათმა პრეზიდენტმა დანიშნოს არჩევნები და ამაში უკვე გამარჯვებულის პოზიციიდან მიიღოს ოპოზიცია მონაწილეობა რასაც ეხლა მგონია რომ ადამიანები რასაც ითხოვენ სწორედ ეს არის აქ რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი შანსია უბრალოდ თავარი პრობლემა რაც აქ ჰორიზონტზე შემოდის და რო დავეთანხმე მაინც და მაინც ზეგდანიშულ ვადამდელ არჩევნებს არ გულისხმობ და მაინც და მაინც დღეს მოქმედ ოპოზიციას არ გულისხმობ თეორიულად ამ ვერაღაც შეიძლება მოხდეს 2 წლის შემდეგაც საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა ვითხოვთ ახალ არჩევნებს იმიტომ რომ ხელისუფლება შეიცვალოს მათ შორისაა ძირითადად ამას აკეთებს პროტესტი და საბოლოო ჯამში ყავს პოლიტიკური სპექტრი საიდანაც მე რაც ვიცი ყოველ შემთხვევაში მე თუ რამ მეშლება შეიძლება თუ შემსუროთ არც ერთი პოლიტიკური პარტია ხოთ რაღაცა 2 დეკადა და ყველაფერს სახელი დავარქვათ ამ დებულებას ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით ბიზინა ივანიშვილი გამოვიდეს და კი ბატონო როგორი არჩევნები გვინდა კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს რა უნდა გამოსულოს სია როგორ უნდა შედგინდეს ლეგიტიმაცია როგორ უნდა მოვიპოვოთ ანუ აქ ახლა 2 ვარიანტია ერთი ან რო რაღაცა უპასუხისმგებლად ვეკიდებით საქმეს და მეორე ის რომ არ გჯერა რომ მართლა შეიძლება ვიღაცამ არჩევნები დანიშნოს სინერგიას რაც შეეხება სინერგია ალბათ გარკვეულ მომენტებში იქნება თუმცა მთავარი რაც ჩვენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს უნდა გაგვეკეთებინა იყო რწმენის გაჩენა ამ ადამიანებში რომ თქვენ ეხა პოლიტიკურ პროცესში ხართ არა პარტიულში მაგრამ პოლიტიკურში და იბრძვით იმისთვის რომ პოლიტიკური შედეგი მიიღოთ რა იქნება პოლიტიკური შედეგი პირველ რიგში რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შემდეგ რა თქმა უნდა ახალი არჩევნების მიღება ხო ჩვენ რომ მზად ვართ ამ ახალი არჩევნებისთვის მათ შორის აი ამ განგზობადი პროცესის მომენტში ვერავის ვერ დავანახეთ ჩემი აზრით ამგვარი რწმენა ხალხში არ არის შექმნილი იმიტომ რომ ანალიზი არ მოახდინეს სწორად წინა არჩევნების შეცდომების აღიარება თითქმის არ მომხდარა და მათი ანალიზი და როგორ უნდა გამოსულიოს და მთავარი ისედო ესე მივიდოდი იქითკენ რომ არავინ არჩევნებისთვის არ ემზადება რაც არის ჩემი აზრით უდიდესი შეცდომა არ ვიცი ახლა ეს შეიძლება კიდევ იმისთვის ხდებოდეს რომ ვიღაც მე არ დააბლავნო რომ შენ ახლა მაინც და მაინც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გინდა მონაწილეობა და მაგისთვის ემზადები და ქართულ ოცნებასთან კოლაბორაცია გინდა მაგრამ ეხლა ყველაზე სწორი იქნებოდა არჩევნებისთვის მომზადება და ეს ადამიანების დაინახავენ იმას რომ ხო აგერ ჩვენ ისთვისაც ვიბძვით ეს ხალხი მაგისთვის ემზადება იმიტომ რომ მადლობა დრო პარტიული პროცესი იქნება რა საბოლოო ჯამში მადლობა ჩელე ლევან გთხოვთ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ შეკითხვას საუბრობთ იმაზე აქვს თუ არა ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციას იმის შესაძლებლობა რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში შეცვალოს ქართული ოცნება კი ბატონო, აქ მე ყურადღებას მივაქცევდი განვითარების სცენარს. ვადამდელი არჩევნები როგორ და რა ფორმატში ტარდება. პირველი არის ის, რომ თუ ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოიშალა, ქვეყნიდან გაიქცა, სანქციებს ვეღარ გაუძლო,
გააკეთა განცხადება, რომ ის აღარ უჭერს მხარს ქართულ ოცნებას, კაპიტულაცია ცხადდება, ტექნიკურ მთავრობას აყალიბებს და მე მგონია, რომ აქ მერე უკვე ეს საკითხის ტექნიკური ხდება და მერე შევთანხმდებით თუ არ შევთანხმდებით ამ ქვეყანაში მაინც დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, სადაც კონკურენციაში ვიქნებით და ნაკლებს ვისაუბრებთ სავარაუდოდ მაინც ერთიანობაზე, იმიტომ რომ ეს არის სცენარი, სადაც ქართული ოცნება მე არ წარმომიდგენია, რომ მონაწილეობას მიიღებს აი ეგეთ ჩამოშლის პირობებში. იმდენად ძიმე იქნება ნაციონალურმა მოძრაობამ რაც გააკეთა, იმას ვერ გაუძლებს. ვერც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს და საბოლოოდ პოლიტიკური ველიდან გაქრება, მაგრამ ეს სურათი ჯერ ხო მაინც არ ჩანს, ახლოს არ არის. შეიძლება არავინ არ იცის დუღილის ტემპერატურა როგორ წავა და რა მოხდება, მაგრამ უფრო რეალისტური სცენარი არის, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი დადგეს იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი სახლიდან ხალათში მართავს საქართველოს და არაფერზე არ აგებს პასუხს. აი აქ არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა შესაბამისი დათქმების არსებობა არ არსებობა. ეს რო იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს რაღაცაზე უნდა მივენდოთ, შეიძლება უფრო ნაიურებიც ყოფილიყავთ ახლა და გვეთქვა რომ აი რა მოხდა რომ ბიძინამ ჩაატაროს, მაგრამ პროპორციული არჩევნების საკონსტიტუციო ცვლილებიდან დაწყებული მე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე განსახორციელებელი ცვლილებებით დამთავრებული ერთი რუსული კანონი, მეორე რუსული, ეს კაცი არის ჩამოყალიბებული გადამკდები. ანუ თუ მის დროს ხდება ადმინისტრირება ამ არჩევნების და ცესკოს თავმჯდომარეს არ გაძლევს, ან ტექნიკურ მთავრობაში ძალოვან უწყებებს არ გაძლევს, არის ურთულესი პირველ რიგში რა. ნახეთ ამ არჩევნებზე 26 ოქტომბრამდე მე მგონი შეიძლება დავეთანხმება ამაში. ჩვენ პრობლემა ჰქონდა ამ მომრჩევლისთვის რომ დაგვერწმუნებიან რომ ჩვენთვის მოეცა ხმა, ანუ ამაზე მიდიოდა უფრო მსჯელობა რომ რატომ ოპოზიცია, აი უფრო ეს. და ეხლა კითხვა არის ესე რომ რატომ მივიდე საერთოდ არჩევნებზე, ანუ არჩევნებს აქვს აზრი დაკარგული. ანუ ორმაგად უფრო რთული ამოცანა. და თუ აქ რადიკალური ცვლილებები არ მოხდა, რაც გულისხმობს ცესკოს ცვლილებას, ტექნიკურ მთავრობას იდეალურ შემთხვევაში, ან ევროკავშირის მიერ არჩევნების ადმინისტრირებას, ძალიან რთული იქნება საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნებაც კი, რომ საერთოდ ამ რისკზე წასვლა ღირს. და ესეთ ვითარებაში აი სცენარი რო განვიხილოთ, რომ აი პირობითად აი როგორც ჩელი ამბობს, გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ ოქტომბერში ორივე არჩევნები ტარდება ერთად. ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები. მე ვეთანხმები, რომ არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია დღეს ჩვენ მზად არ ვართ, რომ ინდივიდუალურად ცალ-ცალკე ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებში მოვახერხოთ ამ ჯუნგლებში რაღაცა გაკვალვაგზის. მაგრამ აქაც გონია რომ შეიძლება ერთადერთი ვარიანტი ძალების სრული კონსოლიდაცია და გაერთიანება აღმოჩნდეს სწორი, მაგრამ ეს არის უმძიმესი სცენარი ჩვენთვის. დიდი მადლობა, გაძლევთ 2 წუთს რეპლიკებისთვის, აღონდ თუ თქვათ არ შეგაწუხებთ დამაზუსტებელ შეკითხვასაც დავსვავ ამავე ნაწილში. ორივე მახსენეთ ის სცენარი, სადაც ორი ვარიანტია, ხო? ერთი თქვათ რაღაც ტიპის იზოლების ფონზე იღებს, თქვათ ივანიშვილი აი ამ გადაწყვეტილებას, აღონდ იქნება ტექნიკური მთავრობა, ხდება რაღაც თქვათ 64-ის სცენარი. რაც მოდით თქვათ რომ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლების პირობებში არც ისე მოსალოდნელი სცენარია, თანაც ეწოლის არ ვიცით კიდე რა შეიძლება ზეწოლის სახით ვნახოთ, მაგრამ არანაკლები საგარეო ზეწოლა ამ ეტაპზე უკვე არსებობს, ხო? მეორე ვარიანტი არის, აი თქვენ თქვით რომ თქვათ შუალედური სცენარი. ხო, როდესაც მისივე ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ეს არჩევნები ჩანიშნოს უფრო ადრე, ხო? ვიდრე მოსალოდნელი შეიძლება იყოს. ასეთ შემთხვევაში მაინტერესებს ოპოზიციურ პარტიებს გაქვთ თუ არა ხედვა, როგორ უნდა მივიდეს სიტუაცია იქამდე, რომ ამ ცესკოს, აი ამ ადმინისტრაციული რესურსების თუ რაღაც სხვა ძალოვანი რესურსების გამოყენებით არ მოხდეს იმ ვადამდელი, ასე ვთქვათ, არჩევნებისში მონაწილეობა, ხო? აი ამ კონტექსტში რომ მივუბრუნდეთ ამ კითხვას. 2 წუთს გაძლევთ და შემდეგ უკვე შეგვიძლია 8 წუთშიც ვისაუბროთ. სიამოვნებაში რაზე ლაპარაკიც მინდოდა ერთ-ერთი ეგ იყო, რაღაც ამპლიტუდაზე შეთანხმება, რომ ოპოზიცია მინიმუმ იმაზე შეთანხმდეს, რაზე შეიძლება რომ წავიდნენ, ანუ რა დააკმაყოფილებთ, მინიმალური რა იქნება და მაქსიმალური რა იქნება. მაქსიმალური სცენარი რა თქმა უნდა ეხა საუნდა შეთანხმა მე მართლა დავსხდებით და მოვიფიქრეთ და ყველას ხელმძღვანელი შეიცვალოს და ასე შემდეგ, მაგრამ მინიმალური რა იქნება, ანუ რა იქნება ის მაგალითად ცესკოს ხელმძღვანელობა იქნება მინიმალური თუ ცესკოს კიდე სუსის ხელმძღვანელი უნდა დავამატოთ იქ კომისია უნდა შეიცვალოს თუ არ უნდა შეიცვალოს, რა საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს ზუსტად. აი ამაზე რომ შეთანხმებულები მაინც იყვნენ ოპოზიციურ პარტიები, ეს იქნებოდა დიდი პლუსი და სინამდვილეში ის ერთიანობა რაზეც ვაპარაკობთ ეხლა იქნებოდა ყველაზე მაგარი მაგ ერთიანობის თვალსაზრისით
ასეთ მე რა თქმა უნდა ერთიან სიაზე და რაღაცებზე არ საუბრობ. დანარჩენს რაც შეიძლება ხა ძალა თუ არა გაქვს. არ შეიძლება იარაღიან ადამიანს ესაუბრო უიარაღოდ და კონდეს იმის ნაიურობა რომ ეს იარაღიან ადამიანი შენ ყველაფერს დაგიჯერებს თუ არ აწყობს მას ის რომ შენ ყველაფერს დაგიჯერებს. აქაც პლუს თუ იქნება საერთაშორისო წნიხი ისეთი რომელიც შეაშინებს ბიზნესმენის და რაღაცა მის აქტივებს შეუქმნის რეალურ საფრთხეს, მაშინ შეიძლება მასთან შეთანხმება, მაგრამ იარაღიან ხალხთან უიარაღოდ მისვლა და რაღაცების მოთხოვნა მგონია რომ აბსოლუტურად არასწორია და თქვენ ახლა რა სცენარის დახატეთ, მაგ სცენარში უბრალოდ წავაგებთ. ანუ ბიზნესმენის მოუნდება რომ 60% დააფიქსიროს არჩევნებზე, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ შემდეგ ისევ თავიანთი დაწერილი კონსტიტუცია დაჭრან და დაკერონ ისე როგორც უნდათ, ასე რომ მაგ სცენარში ალბათ ფიზიკურად ვერაფერი მოფიქრებადი ვერ იქნება თუ ძალაზე არიან და ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია. მაგრამ შეგვიძლია მოვიფიქროთ შუალედური სცენარები, მაინც კარგს ნება შუალედური სცენარები, რა არის ჩვენი სამოძრაო, სად შეგვიძლია ლავირება, რაღაცა წნიხია. მოდის ეს ადამიანის ასაუბროდ, უნდა რომ ილაპარაკოთ და მართლა შენ ამჩნევ რომ მასაც უნდა რაღაც რომ მოიხსნას იმის გამო, მასაც უნდა რომ კონკრეტულ დათმობებზე წამოდის. რა არის ის დათმობა? ხო უნდა ვიცოთ. მე ხო არ დავიწყეთ ლაპარაკს, ეს მოვიდა და მე უნდა დავიწყოთ თათბირი, ესე ხდება ხოლმე რაღაცა უკუღმართად ვიქცევით რაღაცეებში, მაგრამ ამას თუ გავითვალისწინებთ იქნება იდეალური. დიდი მადლობა, ლევან. მეც ესე ვიტყოდი რომ კარგი იქნება და ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ თავის დროზე იყო რაღაც ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მისულა რომ აი ეს იდეალური საარჩევნო კოდექსი, რომელიც ჩვენ გვაძლევს დემოკრატიულ პროცესში ჩართვის შესაძლებლობას რა არის. ან რატომ მაგალითად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი რატომ უნდა იყოს პირობითად ოპოზიციიდან დაკომპლექტებული, ან რატო არ უნდა იყოს სუსი, ან შსს, ანუ აქაც ზოგჯერ ისეთი სამსახურის წარმომადგენლებზე მესმის, რომ ოპოზიციამ ეს უნდა წამოიღოს და ზოგჯერ ისეთ ნაიურ შეცდომას უშვებენ, რომ მაგალითად შსს არ გვინდა, სუსი გვინდა. ანუ აქაც ჩამოყალიბებული უნდა ვიყოთ, ხო? აი ამ ერთიანობის მთავარი პროდუქტი თუ რაღაცა ლოჯისტიკური გაერთიანება არ არის, რომ საერთო ლოგოს ქვეშ არ დგავართ და ეს არ არის თვითმიზანი, მაშინ ის მაინც უნდა იყოს, რომ რუსთაველის გამზირზე მყოფმა და თითოეული პოლიტპატიმრის ოჯახის წევრმა უნდა იცოდეს ჩვენ რაზე შევთანხმდით იმ ოთახში რომ შევედით. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ არაფერი ესეთი დოკუმენტი არ არსებობს, რომ თქვენ დღეს აქ მოგეტანათ და ამაზე გვემსჯელა, რომ რატომ ესე, რატო ნახევრად ელექტრონული და რატო არა სრულად ელექტრონული, რატო ამ სისტემით და რატო არა ამ სისტემით. და ზოგადად ამ თემის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ორი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს, ხო, ეს არის პოლიტპატიმრების თავისუფლება, სადაც ჩვენ რაღაც გამონაკლისებს არ ვქნით და მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმარია და არც არავინ არ უნდა დაამატო, მაგრამ არც არავინ არ უნდა მოაკლო, ეს არის სხვაობა რიგ ოპოზიციონერებთან. მაგრამ მეორე საკითხი არის ახალი არჩევნების თემა. აი მოდი პირდაპირ უთხრათ ერთმანეთს, რომელი საკითხი არის უფრო პოპულარული საპროტესტო ელექტორატში. რა თქმა უნდა, ადამიანური ფაქტორიდან და ყველაფრიდან გამომდინარე, მაინც პოლიტპატიმრების თავისუფლება, რაც გასაგებია. მაგრამ ახალი არჩევნების იდეის პოპულარიზაციას ჭირდება რიგი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის საერთო პოზიციებზე შეჯერება და პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი განახლება, რომ თავიდან გენდონ რომ არ საარჩევნო პროცესში შემოკვდნენ. ზუსტად აი ახლა გავხსნათ დისკუსიის 8 წუთი, დროის სათვალს აი მას შემდეგ დავიწყებ, რაც პატარა რეპლიკას გავაკეთებ. ახსენეთ ორი რაღაც, რაზეც ასევე მინდოდა მესაუბრა, ერთი მაინტერესებს ოპოზიციას უმაგრებს თუ არა ზურგს ისეთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საველე სამუშაოები, როგორც არის ელექტორატის განწყობების შესწავლა, თუნდაც ამ ნაწილში, რომ რამდენად არის ხალხი მზად, რომ ამ მოცემულობაში არ ვიცი ეგეთი კვლევები ტარდება თუ არა, არის თუ არა განწყობა საერთოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების. ასევე მინდა რომ უფრო მეტი კონკრეტიკა მოვისმინო მომდევნო 8 წუთში აი ამ ხედვებზე. ესე იგი ჩვენ როგორ მოცემულობაში ვართ, ჩვენ ხო არ ვართ რაღაც საპრეზიდენტო ქვეყანაში, სადაც გადადექი შეიძლებოდა ყოფილიყო მთავარი გზავნა და ეს ძალიან ვერტიკალ შეცვლიდა. ანუ ცოტა უგვირთულებ სიტუაციას საპარლამენტო რესპუბლიკის მოცემულობა, იგივე თქვათ საარჩევნო კოდექსში ბოლო პერიოდის კანონ საკანონმდებლო ცვლილებებსაც ხო სჭირდება ისევ და ისევ საპარლამენტო საქმიანობით ამის შეცვლა, ხო და ისევ ქართული ოცნების დეპუტატები ხო არ შეცვლიან, გადააკეთებენ დემოკრატიული შეცვლიან არის. ხო, აი მაინტერესებს როგორი არის ხედვა, რომ ადამიანებმა, ასე ვთქვათ,
დაინახონ იგრძნონ რწმენა, რომ ოპოზიციაში არსებობს კაფიო ხედვები, როგორ მეიყვანს ეს პოლიტიკური პროცესი დემოკრატიულ წინასაარჩევნო გარემომდე სიტუაციას, შეგიძლიათ რომ თავისუფლად უკვე იმსჯელოთ ამ საკითხს. მე გითანხმები, რომ პოლიტპატიმრებს აყენებენ უფრო წინ, რაც არის ლოგიკური. იმიტომ რომ ხო არა, ის კი არა, მაინც და მეც ის კი არა, რომ ჩვენი მებრძოლი იყო და რაც იმდენიც ესმით, რომ ხო შეგვიძლიათ რომ დღეს გამოუშვან და ხვალ დაიჭირონ თუ რაღაცა ძირეული ცვლილებები არ იქნება, მაგრამ იმის იქეთ პოლიტპატიმრებს თუ გამოუშვებენ, ყველა დაინახავს შედეგი იქნება, რომ ციხიდან ვიღაც ადამიანი გამოვა და ჩვენ დავხვდებით და ისე და ესე ვიქამდე მივიდოთ, რომ არჩევნებზე არ არიან დარწმუნებულები ეს ადამიანები, რომ ჩვენ მოვიგებთ და გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ხო რაღაც არ ვემზადებით რა, საბოლოო ჯამში ეგ არის პრიორიტეტების ნაწილია, მაგით შეგვიძლია რომ გავიგოთ. ერთი რაღაც შემიძლია გითხრათ, რაზეც მე შეიძლება საკამათო გახდეს, რომ მე მაგალითად შეიძლება არ მომწონს აპოკალიფტური სურათი, არასოდეს არ მომწონდა არც წინა არჩევნებზე, არც იმის წინაზე. საბოლოოდ გონია, რომ ეს ქვეყანა ყოველთვის გადარჩება, შეიძლება ჩვენ უბრალოდ რაღაცა ბრძოლა მომავალთაობას გადავაბაროთ, მაგრამ რუსეთი ამ ქვეყანაში არავის არ იქნება და არჩევნების მოგება, ჩემი აზრით, შესაძლებელია ყოველ შემთხვევაში დღეს. უკეთესი მუშაობით, რაღაცეების გამოსწორებით, რაღაცეების დამატებით ჩვენ შეგვიძლია რომ 2-დან 1 გავაკეთოთ. ან ერთი არჩევნები პირისპირდად მოვიგოთ, ან მეორე გაყალბებამ მიაღწიოს იმხელა მასშტაბს, რომ ადამიანები იმ საღამოსვე თვითდინებით ქუჩაში გამოვიდნენ და უბრალოდ შეურაცხყოფილები იყვნენ და იკითხონ, რა ეს იდიოტობა რატო გააკეთეთ. საბოლოოში ამ რწმენით ვარ და ეს რწმენა ამაზლებს იმის ძალას, რომ ხო კიდევ აქვს ამ ქვეყანაში პოლიტიკას მომავალი და პოლიტიკის ადგილი ისევ და ისევ ქართულ საზოგადოებაში არის. და ნახე, მაგაში მე გეთანხმები რაღაც თვალსაზრისით, ახლა ბოლომდე მაინც ვერ მოყვები, იმიტომ რომ შეიძლება ეგრე თვითმმართველობის არჩევნების საკითხამდეც მივიდეთ, რომ იქაც შეიძლება დადგეს ეს საკითხი თუ კი აი ამ პირობებში გავალთ. აქ პრობლემა არის სტატუს-კვოზე, რა სტატუს-კვოში ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენ რა ფორმაში ხვდებით. პრობლემა არის, რომ ოპოზიცია არ არის ფორმაში. მე მიმაჩნია, რომ წინასაარჩევნოდაც არ ვიყავით, მაგრამ ამით საერთოდ არ უგულებელყოფ იმ ფაქტს, რომ ტოტალურად მოხდა არჩევნების გაყალბება და ამ რისკზე წავედით, ხო ჩვენ? აი რა უნდა მოიყვანოს ფორმაში? ფორმაში ჩემი აზრით უნდა მოიყვანოს, აი ეს არის რა, როდესაც აი პირდაპირ კონტაქტი გვაქვს, სხვათა შორის აი პირველი ამ სოციოლოგიაზე გეტყვით, რომ მე მგონი 2-3 თვის განმავლობაში არც ერთი სოციოლოგიური კვლევა სამწუხაროდ არ ჩატარებულა, ხო და არ გამოქვეყნებულა რაღაცები იყო საჯარო, რაღაცები იყო, მაგრამ არც სიღრმისეული და არც რაღაცა ისეთი, რომელზეც შეიძლება დავეყრდნოთ, მე ესე ვიტყოდი მოდი. მაგრამ აქ ოპოზიციის მთავარი პრობლემა მიმაჩნია, რომ სანდოობის პრობლემა არის, მისაღებობის პრობლემა არის და ეფექტურობის პრობლემა არის. იმიტომ რომ ქუჩაში დარჩენილი დემონსტრანტების უმრავლესობა გრძნობს რას, რომ პროცესი მიყავთ მათ და პოლიტიკური პარტიების საჭიროება არის მინიმუმამდე დაყვანილი. ანუ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შევქმენით ის შესაძლო რაღაცა ნაბიჯების დიდი პაკეტი, რომლითაც ამ ჩვენს მთავარ ბაზას, ყველაზე აქტიურ ბაზას, რომელიც ანუ კაცი რო ქუჩაში გამოდის, თავის დაჯარიმებაზე და დაჭერაზე მიდის, ის რამე რო იყო შენ თუ სწორ გზას შეთავაზებ, გამომყოლია ყველაფერზე. მაგრამ ამას რა თავგანწირვაზე მიდიან ადამიანები პოლიტიკურ ფუნქციას როგორ აჩვენებს ოპოზიცია. აი ნახეთ, აი მაგალითად ეხა ჩემთვის ყველაზე დილემური საკითხი არის, ეხა პირადადაც მე დაჯარიმებული ვარ 7 გზის, მაგრამ არ ვაპირებ გადახდას და ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია, მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც ეს ძალიან ნაწუხებს, ხელფასი ერცხება, ცეცხლი გადასახდელი ოჯახებს ინახავენ. ის, რასაც აკეთებდნენ ფონდები და კონკრეტული ინდივიდები, ოპოზიციამ და აი ვინ არ შეიკრიბა, ვერც ერთი საშუალოდ ქმედითი ინსტრუმენტი ვერ შევთავაზეთ ამ ადამიანებს, როგორ მოახერხებდით მათ დაცვას. მეცაც გეტყვით, ოპოზიციას იმდენად სერიოზული, აი ეს ჩემთვის ყოველთვის მოსაყოლე ამბავი იქნება, სამწუხაროდ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, რომ ოპოზიციური კლასის მიმართ. ერთ-ერთი ოპოზიციონერი, როდესაც დააკავეს ბოლო 1 თვის განმავლობაში, პარტიებმა ვერ შეძლეს ვერც საერთო ბრიფინგი ჩატარება, იმის გამო კი არა, რომ არ უნდა და თავი ვერ მოაბეს, ვერც საერთო ბრიფინგი ჩატარება და საერთო განცხადების დადებაც კი და როდესაც განცხადება დაიდო, უკვე ეს ადამიანი ქუჩაში იყო გამოსული. და ანუ ძალიან რთულია რა ესე დროს რაღაცა აი საგარეო ზეწოლაზე ხშირად საუბრობს ხოლმე ოპოზიცია რომ ჩვენი ფუნქცია ეგ არის რომ გავგავარდეთ. სადმე ვართ მართლა ეფექტურები, ეს არის საგარეო ფაქტორი, იმიტომ რომ იქ ნაკლებად არის ჩვენ უცხოელი პარტნიორებისთვის რელევანტური ჩვენს განსხვავებებზე საუბარი, იმიტომ რომ რო ჩადიხარ 4 პარტიის სპიკერი ეუბნება რომ ბელარუსი ხდება საქართველოს, ბელარუსი უარი. აი ნახე გამოვიდეთ მაგ შესაძლებლობიდან. ანუ თუ კი იმაზე მსჯელობთ რომ საერთოდ რა არის ოპოზიციის სუპერ ძალა.
მოდი ჯერ ამაზე მიპასუხებ. სუპერძალა როგორ არის თუ არა მაგაზე შეგვიძლია აქვს თუ არა, ანუ იმიტომ რომ ადამიანებმა ხომ და დაინახონ ძალა, ცვლილებებს სჭირდება, ასე ვთქვათ, ეს ხო, ანუ გააჩინეთ თუ არა დღეს ოპოზიციას ძალა და რა არის მაშინ ის რომ ადამიანებმა რაღაც ძალა უნდა დაინახონ, მე მგონია რომ ჩვენ პირიქით დავინახეთ ძალა, როცა ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ათასობით ადამიანი მზად იყო იმისთვის, რომ თავისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ფინანსური სტაბილურობა გაერისკა, ხო ეს დავინახეთ, ეს იყო სინამდვილეში ძალა. ეხლა ამის იქით ოპოზიციურ პარტიამ რა ძალა უნდა აჩვენოს, მეტი არის ფიზიკურად შეუძლებელი ხა ვიღაცა მაგ დიწონას თუ აწევს შტანგაზე, ეგ არის მეტი ძალას ვერავინ ვერ აჩვენს. ამ შემთხვევაში ხალხი რას ითხოვს? ითხოვს იმას, რომ ჩვენ ისევ და ისევ ვართ პოლიტიკურ პროცესში, არ არის პარტიული პროცესი, თან ხვდებით, აქვს მინუსები, მაგრამ ჩემი აზრით უფრო მეტი პლუსი აქვს. ჩვენ რო აი ამ პოლიტიკური პროცესის ბოლოში გავალთ, შედეგს რომ მივიღებთ. თავის ახლა პოლიტიკურ პარტიები თუ გარეთ გამოვლენ, დამხვედრები ეყოლებათ იქ ოპოზიციურ პარტიის დახვედრა არ ჭირდება. მეორე მოთხოვნას, ხო? ახალი ადამიანდელი არჩევნების მოთხოვნისთვის როგორმე იყავით მზად, იმიტომ რომ ჩემი ზეწოლი, ჩემი წნეხით, პლუს შენი დახმარებით ეს არის რაღაცა დიდი საქმე, რომ რაღაც უცვალებს ხდებით და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვესაუბრეთ. ამას ისედაც უნდა აკეთებდნენ ოპოზიციურ პარტიები. აი ამ შედეგამდე რომ მივალთ. იქნებით თუ არა თქვენ ამისთვის მზად გვაჩვენეთ, რომ ამისთვის მზად ხართ. ეხლა ტყუილად ხო არ ვიცით, ახალი არჩევნები მოიპოვოთ და ისევ არაფერი არ გამოვიდეს. ეგრე ხო არ არის, იმიტომ რომ საბოლოოდ როცა ბოლოში გავალთ, ჩვენ აღარ გვექნება შესაძლებლობა, რომ ისევ ბრძოლის აქტიური ნაწილი ვიყოთ და წინახაზე ვიყოთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში წინახაზე პოლიტიკური პარტიები იქნებიან. ერთიანობაც მაგით უნდა რაღაც ერთად გადაიქცეთ. აი ეს ქუჩას რომ მეუბნეთ რა, აი ქუჩის აქციები რაღაცა იმედმა პერიოდულად ხო უნდა ყვებოს. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ რა, ანუ რესურსები არ არის ამოუწურავად, ხო? მით უმეტეს როდესაც რაც უფრო რეპრესიული ხდება გარემო და ჩვენ ცხადად ხედავთ რომ საკანონმდებლო დონეზე არა მხოლოდ რიტორიკის დონეზე, საკანონმდებლო დონეზე ხდება რეპრესიული გარემო, ხო? ამას მოყვა ბევრი ადამიანის დაჯარიმება, ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახურები ან მომავალში დაკარგავენ, იმიტომ რომ ასეულობით ადამიანს, ასე ვთქვათ, უქმნის პრობლემას, თუნდაც იგივე NGO-ებთან დაკავშირებული ან სხვა სახის კანონები, ხო? იმიტომ რომ აქ არის არჩევანი რაღაცნაირად ღირსებასა და სამსახურს შორის რომ უნდა გამოცხადდეს როგორც აგენტი, ადამიანები ამას არ უშვებენ, ხო? ადამიანის ბევრი ნაწილი. მაინტერესებს აი ეს უშვებთ თუ არა იმას, რომ ამ ადამიანების ნაწილი შეიძლება არ ვიცი ქალაქებიდან წავიდეს სოფელში ან წავიდეს საზღვარგარეთ და ამით ეს ქუჩებიც დაცარიელდეს. აი რაღაცამ ხომ უნდა ყვებოს, ამიტომ არის პოლიტიკური ოპოზიციის როლი მნიშვნელოვანი, რომ აი სინერგიაზე როცა საუბრობდით, რომ ქუჩას რაღაც ტიპის სიძლიერეს მხარდაჭერას აძლევდეს ოპოზიცია. მე ესეთ რაღაცას ვიტყოდი რა, პოლიტიკური გადაწყვეტილების ზებნაში უნდა დაეხმაროს პირველ რიგში. უმრავლესობა ქუჩა დაეხმაროს ოპოზიციას არა, ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ქუჩას და გეტყვით რა არის. ნახეთ, როდესაც პირობითად აი თვითმმართველობის არჩევნებზე ვსაუბრობთ, ხო? მაგალითად. მე მაქვს ესეთი ფორმულა, რომელშიც ვცდილობ რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დავარწმუნო. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ქართული ოცნების უკან დგას რუსეთის ფედერაცია და დგას უკან რუსეთის ფედერაცია, ჩვენ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან. დასავლელი პარტნიორებთან ვაწყდებით რა პრობლემას, რომ ჩავდივართ, ვერ ველაპარაკებით ერთი პოზიციით და ერთი თავით. ანუ მაგალითად ვერ ჩაგვაქვს ვერც ერთი დოკუმენტი მე და ჩელე, სადაც ვამბობთ, რომ აი მე და ჩელეს ორივეს გვინდა ესეთი საარჩევნო კოდექსი. ან ვერ ჩაგვაქვს და ვერ ვითხოვთ, რომ აი ეს ცვლილებები თუ არ გაკეთდა, ჩვენ თამაში არ შევხვდა. თვითმმართველობის არჩევნები რატომ მოვიყვანე? მაგალითად, წინასწარ პარტია თუ უმრავლესობა თუ განაცხადებს, რომ არსებულ სტატუს-კვოში, არსებული ცესკოთი, არსებული სისტემით, არსებული პოლიტპატიმრებით და იმ რეპრესიული რეჟიმით, რაც NGO-ების და მედიის მიმართ მიმდინარეობს, წინასწარვე ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას და დასავლეთს ვთხოვთ, რომ წინასწარვე შეუქმნას თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა. რისი პრეცედენტებიც არსებობს. ანუ ქართული ოცნება ჩვენ უნდა ვაიძულოთ, აი პოლიტიკური ნაბიჯია, იმიტომ რომ სხვანაირად არის რა თქმა უნდა მიმართულება, რომ პარტიებმა შეძლონ ქუჩის პროტესტისთვისაც უფრო მეტი ლოჯისტიკის მობილიზება, მათ შორის ადამიანური რესურსიც და რაც მთავარია, ეს ყბადაღებული რეგიონების თემა, სადაც ყველა პარტიას მაინც აქვს რაღაც კვანძი და სადაც ეს ჩამქრალია ეს პროცესი, იქ პოლიტიკური პარტიების მიერ უნდა ხდებოდეს ამ პროცესის რაღაცნაირი გააქტიურება. და ის ერთიანობის კლიშე რაც არსებობს, აი, ბევრი ადამიანია, რომელიც არჩევნებამდე ამბობდა, რომ არავით არ ერთიანობა, მრავალფეროვნება, ასე შემდეგ. მაგრამ დღეს ამბობს გაერთიანეთ. რატო გეუბნება? უმრავლესობა, მართლა ჩვენი გაერთიანება კი არ უნდა. ამბობს, რომ იმდენად დასუსტებულები ხართ, რომ გაერთიანდებით რაღაც ძალა მაინც გექნება. ესე რა ჭირმა დაგოსუსტა?
იმ ადამიანს ხო ჯერა რომ წინ არჩევნები მოვიგეთ. ხო ამ წვენით მოდიან რომ წინ არჩევნები მოვიგეთ იმით რომ მინიმუმ 4 მსხვილ პარტიად ვიყავით დაყოფილი. მაგ სტრატეგიით თუ მოვიგეთ. მე რა მოხდა ისეთი რამას დაგვასუსტა, ბევრი დრო არ არის გასული და მაგის მერე დიდი მე მოხდა ის რომ ქუჩის პროტესტის დროს ვერ ვაჩვენეთ შედეგები. მანამდეც ხო ვერ ვაჩვენეთ. მანამდეც ვერ ვაჩვენეთ რუსული სხვათა შორის აი მე მაინც მგონია რომ რუსული კანონის დროს რა საპროტესტო ტალღაც იყო ოპოზიციურ პარტიების დიდ ნაწილს გაუჩინა ბევრად უფრო მეტი მოლოდინის სიბრაზის მაჩვენებელზე არჩევნებზე რომ აი მოვლენ და გადაუვლის საქართველოს ივანიშვილს და აქ მუშაობის დანაკლისი ნამდვილად იყო და როდესაც შეცდომებზე ვისაუბრებთ ეს ცხადად ესე იყო რომ სტარი მოლოდინი გაბრაზების ხარისხი. თუმცა აი აქ და ახლა ორივე თქვენგან ეთანხმებით მოსაზრებას რომ აქვს თუნდაც ნდობის კრიზისი დღეს ოპოზიციურ პარტიებს და ლიდერების გავშალოთ იმიტომ რომ ჩვენ დავამატეთ რომ კიდევ 5 წუთს ვამატებ ამ სახეს და მოდი ამ კუთხით შევხედოთ ერთი მხრივ არის თქვა პოტენციალი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების სახით მაგრამ მეორე მხრივ ხო აი რითი უნდა ყვებოდეს ამას როგორი კითხეთ რომ ოპოზიციურ პარტიებს აქვს რეგისტრაციის პრობლემა? კი ბატონო, კრიზისი. ხო, კრიზისი არის უბრალოდ ამის გამოსწორება შეიძლება. უბრალოდ ამის გამოსწორებისთვის ამ კრიზისს როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ბმა დაიკარგა ამ მომრჩეველსა და კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს შორის. ჩვენ თვითონ ვამტკიცეთ რომ აზრი არ აქვს ისმის ხმას, იმიტომ რომ ყველა ერთი ვარ და მთავარია ბიზნესი არ შემოხაზო და ეხლა კიდევ უფრო გაიბლარო. როცა პოლიტიკა იკარგება. მაბატი, ამის ნაწილი არის თუ არა თუნდაც ის რომ ადამიანები ვერ ხედავენ ხშირად მათ შორის ვერც ასე ვთქვათ ტრიბუნებზე და ვერც სატელევიზიოებში ერთად მჯდარ ოპოზიციონერებს რომლებიც აჩვენებენ რომ ისინი ფიქრობენ გამოსავლის გზებზე. მე ესე პრიმიტიულად არ შევხედავდი რომ ეგრეთ წოდებული საერთო ფოტოს გადაღება რაღაცა. საერთო ფოტომდე არა ჩემიანეთ რომ ნამდვილად გაქვთ კონკრეტული თქვენ ხო ერთიანობამდე მიდიხართ კონკრეტულ ხედავამდე ხო მიდიხართ მაგას გეუბნებით რომ ეგ ამ პროცესს არ დაიხმარება ეს არის საერთოდ მეორე კრიზისი ლეგიტიმაციის რაც ეხა ლევანზე არ გამოვა მაგრამ აქ რომ მემარცხენე ადამიანი მეჯდეს მე მემარჯვენეს და საბოლოოდ ჩვენ ვერაფერი განსხვავება შეიძლება ვერ ვანახოთ თუ ბიძინა ივანიშვილის გადაგდებაზე თანხმდებით ანუ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს არ ყავთ იმგვარი ამომრჩეველი მობმული იმ რაოდენობით რომ მათ თქვან რომ ჩვენ რაღაც აი ამ ხალხის წარმომადგენლები ვართ და მათი სახელით ვლაპარაკობთ აი ჩვენი ეს ხალხი ჯერთი ვერავინ ვერ შეძლო და იდეალური ვარიანტი იქნება რომ ყოფილიყო პარტია ან ადამიანის პროტესტის სახელით ილაპარაკებდა მაგრამ ეგრე არ გამოვიდა პოლიტიკურ პარტიებს ცალკე აღებულებს აქვთ ლეგიტიმაციის კრიზისი ამის გადაჭრა შეიძლება ჩვენ ახლა მაგალითად ამის თუ გავაკეთებთ გონია რომ ამას გადავჭრით და ციფრული სოლუშენი იქნება ყველაზე მაგარი ამისთვის და სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილმა რა ინიციატივას თქვა ეგ იყო და ჩვენ საუბრობთ ამაზე და ეგ იქნება იდეალური ვარიანტი მინიმუმ რა 10 კაცი რო იყოს 10 ადამიანი რო იყოს ითქვი რომ დღეს მე აქ თქვენთან რომ მოვედი 10 ადამიანის სახელით აბა ეხა მოვიდეს ვინმე პოლიტიკოსი და მართლა 10 ადამიანი ჩამოგითხოვოთ ვინც ამომრჩეველია და მასთან არის დასაქმებული და მისი სახელით ლაპარაკობს ეგეც კი გაუჭირდებათ ანუ როცა 10 კაცის ჩამოთვა გიჭირს მგონია რომ ყოველთვის არის პრობლემა ასე რომ ეგ განსხვავებების დანახებაში მიიღებენ იმას რომ კონდეთ ლეგიტიმაცია და ეხლა ის განსხვავებები იმას არ ნიშნავს რომ შენ გინდა მიიღო ქვეყანა სადაც ამ განსხვავებით ვიღაცასთან რაღაცა ქულებს დაიწერა ასე რომ საბოლოო მიზანი მაინც ერთი იქნება მაგრამ პლუს ამას საჭირო ლეგიტიმაცია პროტესტისგან ვერავინ ვერ მიიღო მაგრამ შეუძლიათ რომ ყველას აქვს რაღაც თავის ელექტრონული რესურსი და იქიდან მიიღოს უბრალოდ ამას გასუხე რომ ეხლა ამის დრო არ არის და როდის არის არ ვიცი კეთილი ლევან თუ გინდათ კი მეც დავამატებდი მე მიმაჩნია რომ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდა ამ პროტესტში და მათი პოლიტიკურ უნდა გავიაზროთ რომ ორი დინება მიდის ერთი არის ქუჩაში რაც არის პოლიტიკური მაგრამ აპარტიული დინება და მეორე დინება არის პოლიტიკური და თან პარტიული დინება რომელიც პოლიტიკური პარტიების წარსარმართია ერთია ბევრად ასწრებს მეორეს ანუ ქუჩის პროტესტი ბევრად უფრო წინ არის რომელსაც ჭირდება რაღაც პროდუქტი რომ მიბრძოლოს პირობითად ის რაც ხდება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არის იმით გამოწვეული რომ ეს არის ცხადზე უცხადესი პრობლემა ცხადზე უცხადესი გამოწვევა ყავს შესაბამისი მებრძოლები ოჯახების სახით და ადამიანი უბრალოდ ქუჩაში რო გადის იცის ვის გვერდით დგება და რატომ რა მიზნით და როდესაც პოლიტიკური პარტია ითხოვს ახალ არჩევნებს იმიტომ რომ ეს ხო პირველ რიგში პარტიების პრობლემაა როდესაც ითხოვ უნდა იცოდე რას ითხოვ ვინ გადის ამ არჩევნებზე და სამომავლოდ რა შესაძლო კონფიგურაციით შეიძლება გავიდნენ ეს ადამიანი და რა იქნება ის სხვაობა რაც ამ არჩევნებზე არ ყოფილა და მათ შორის საუბარი არის მინიმუმი რაც არის აუცილებელი იმისთვის რომ მოდი ყველაზე ცუდი შემთხვევით ხო ივანიშვილის მიერ დაწერილი შედეგებით ჩვენ 800,000-მა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი ხო
ამ ადამიანების გააქტიურება, გინდა ქუჩის პროტესტში, გინდა სოციალურ მედიაში, გინდა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, გინდა სხვადასხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. აი აქ გვაქვს პრობლემა. ჯერ ჩვენ ბაზასთან გვაქვს პრობლემა, გაფართოებაზე რომ საერთოდ აღარ ვილაპარაკოთ რა ამ მიმართულებით. გაფართოება ცხადია უნდა იყოს ოპოზიციონერების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, მაგრამ თუ კი არ ხო ისევ აი უბრალოდ პატარა რეპლიკა ამ საუბართან დაკავშირებით, მე ერთიანობას არ გულისხმობდი, უფრო იმას გულისხმობდი, რომ ადამიანებმა ნახონ, ხო, ანუ რა განასხვავებს თუნდაც აი ამ ცალკეულ ოპოზიციონერებს აი ამ ხედვებში და ვისში რა უპირატესობას ამოიკითხავს. აი ამის შესაძლებლობა მგონია რომ ბოლო პერიოდში სატელევიზიო მედიამაც და ოპოზიციურმა სპექტრუმაც რაღაცნაირად წაართვა ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენ ამ მაგიდასთან ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, წყვილის ნახვა გვინდა, მაგრამ ამ სურვილს ვერ ხედავთ სამწუხაროდ პოლიტიკოსების დიდ ნაწილში და არა მხოლოდ ქართულ ოცნებაში ეს არის სამწუხარო. ერთ მცირე რაღაცას დავამატებ. შეიძლება ჩემი არსებითი სხვაობა ჩელეს პოზიციასთან იყოს ის, რომ მათ შორის, როდესაც საერთო მაგიდასთან ვხვდებით და აი სხვადასხვა ფორმატებში მონაწილეობას ვიღებდით ან ვიღებთ, ვთქვათ რა გვაერთიანებს. კი, ცხადია ესეც პრობლემა არის ის, რომ ზოგადად პრობლემა რა არის? ჩელე ხო ამბობს, რომ არ ვამბობთ რა არ გვაერთიანებს. ამაში სწორია, მაგრამ მეც მართალი ვარ, როდესაც რაღაცაზე გამოვდივართ და ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ერთიანი ამ პოზიციაში. რაში ვართ ერთიანი, ამ ხალხმაც უნდა იცოდეს. იმიტომ რომ განსხვავებას განსაკუთრებით ფასი ეზრდება მაშინ, როცა რაღაცაზე საერთო შეხების წერტილებიც გვაქვს და პირიქითაც. იმიტომ რომ თუ ყველა ერთ თარგზე ვართ მოჭრილი, მაშინ ისედაც ერთ პარტიაში ვიქნებოდეთ ყველა. სწორედ ამას გვაძლევს დებატების ფორმატიც ამის საშუალებას, რომ არ მარტო ის კი არ დავინახოთ რა განასხვავებს ხედვებს, არამედ ისიც რაც აერთიანებს. კეთილი, დიდი მადლობა რომ უმყურებთ აი ამ დებატებს და ჩვენ გადავდივართ უკვე მესამე საკითხზე. აქ ესე ჩამოვაყალიბეთ, ასე ვთქვათ, დებულება, რომ ოპოზიციამ გადაიაზრა წინა საარჩევნო პერიოდში ან შემდეგ პერიოდში დაშვებული შეცდომები. აუ გადაიაზრას მე რაც არ უნდა გითხრათ მაინც ამასოთვე. მესამე საკითხსაც მე მგონი პრინციპულად თავდებით. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ ლევანით და მისი 3 წუთი გითხარით რა შეცდომებს ხედავთ თქვენ წინა საარჩევნო ან შემდეგ პერიოდში დაშვებულს და რას ისურვებდით რომ გადაიაზრონ, მათ შორის ამაზე გისაუბრიათ თუ არა NMU-ში და იქ როგორი განწყობები არის შეცდომებთან დაკავშირებით. სხვათა შორის მე მიმაჩნია რომ ამიტომ არის კარგი ბევრი ახალგაზრდის პოლიტიკურ პარტიებში ინტეგრაცია ან სამოქალაქო მოძრაობების ჩამოყალიბება ან რაღაც თვალსაზრისით პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, რომ ჩვენ მგონია რომ უკეთ ვხედავთ იმ პრობლემებს, იმიტომ რომ მაინც ბუნებრივად მგონია რომ ბევრად უფრო მეტი ბმა გვაქვს იმ საპროტესტო ელექტორატთან, ვიდრე პარტიის სხვა ლიდერებს, იმიტომ რომ მათ რომ მეტი ბმა გქონდეთ, დღეს არ ვისაუბრებთ ოპოზიციის პრობლემებზე ამდენი ხანი. იმიტომ რომ ეს არის მთავარი განმაპირობებელი, რომ იკარგება რაღაც ჯაჭვი. რაც შეეხება მთავარ შეცდომებს. მოდი პირველი დავიწყებ არჩევნების არ გაყალბების და ვერ გაყალბების ნარატივს, რომელსაც ვერავული გვერდს. მაგრამ ეს იყო, ჩემი აზრით, პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდა დილემა, რომ როგორ ჯობდა ჩვენი ამომრჩევლისთვის მოგვეწოდებინა არჩევნებში მოსვლაზე, იმიტომ რომ ნახეთ ფაქტია რომ იქ არსებობდა კონკრეტული ეჭვები რომ ეს არჩევნები შეიძლება გაყალბებულიყო, მაგრამ მაინც ეს არის მთავარი პრობლემა რომ არავის არ ქონდა წარმოდგენა იმ გაყალბების მასშტაბის შესაძლებლობაზე, რასაც ეს სისტემა იძლეოდა. ამიტომ პოლიტიკური პარტია ამ დროს დგება რაღაცა რისკის წინაშე და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა თქვას, არ მოხვიდეთ არჩევნებზე ან თუ მოხვალთ დიდი შანსია რომ გაყალბდეს და ამ დროს ბევრი ადამიანი არ მოვიდოდა და ივანიშვილი უფრო მარტივად დაიწერდა იმ შედეგს. ან მეორე ვერსია არის რომ შენ გავრისკეთ ყველამ, თქვით რომ ამ არჩევნებს ვერ გააყალბებენ, მეტი ადამიანი მოვიდა, მაგრამ გაყალბებაც უკეთ გამოჩნდა. იმიტომ რომ თუ მაგალითად აქტივობა იქნებოდა 1.5 მილიონი, აი ამ ნარატივის წარმოების დროს და სხვადასხვა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუშვა ოპოზიციამ ეს შეცდომა. თუ იქნებოდა აქტივობა დაბალი, მაშინ ივანიშვილის მარტივად იტყოდა რომ მოვიგე, არ მოვიდნენ, შეეშინდათ, მონაწილეობა არ მიიღეს, თავის ამომრჩეველზე არ იმუშაოს, ახლა მე რა შუაში ვარ. მაგრამ ჩვენ გავრისკეთ და ამ რისკის საფასურზე ეხლაც ვიხდით. იმიტომ რომ ის ბმა და სანდოობის ხარისხი ჩვენ დავკარგეთ. მაინც მიუხედავად იმისა, რომ ესეთი რისკი იყო. მეორე პრობლემა იყო ჩემთვის პირადად, რაზეც მისაუბრია პარტიაში და ამაზე შენიშვნაც კი მოუწიათ ჩემზე და ძალიან უცნაურია, არის ის რომ ომის ნარატივთან დაპირისპირება. იმიტომ რომ ბევრს ნაციონალურ მოძრაობაშიც მაშინ
ეხა ნაკლებად ქონდა კომპლექსი ომის თემაზე საუბრის. რაც გონია რომ იყო შეცდომა და ეს იყო ის იარაღი, რომელმაც ქართულ ოცნებას მისცა, აი ქართული ოცნები ხო რა არის რაღაცა ამომრჩეველთა ბაზა, რომელსაც ჭირდება რაღაც მიზეზი, რომ ვითომ ამის გამოაძლევს ხმას, ხან მიშაში სიძულვილის, ხან რაღაც ნაკლებად რელევანტური საკითხები, მაგრამ აი ჭყალებში გაპარავების საშუალება მისცა, რომ ამ ხალხმა მშვიდობას მისცა და ომს უთხრა უარ. აი ეს უნდა გამოგვეძრო ივანიშვილის ნარატივი და რაც შეეხება მესამე საკითხს, არ ქონდა სრული პასუხისმგებლობით არავითარი გეგმა, რომ არჩევნები რო გაყალბებულიყო, მერე რას ვაკეთებდით. დიდი მადლობა, მიუბრუნდეთ, ლევან, შემდეგ ასე ვთქვათ 2 წუთში თქვენ მსჯელობას, ჩელე გისმენთ. კიდლინი სესია არის ეგეთი, რომ თუ რაიმე პრობლემის დაწერა შეიძლება, უკვე ნახევრად გადაჭრილია და ამ შემთხვევაში პრობლემის დაწერა კი არა, რაღაცა ნაფიქრიც მგონია, რომ ფიქრშიც გაელვებული არ არის. მე ხა ვეცდები, რომ იგივე რაღაცები არ გავიმეორო, მაგალითად ომის ნარატივზე და ასე შემდეგ, რომ მთავარი რაც გონია ამ არჩევნების პრობლემა, მთავარი პრობლემა რაც იყო ფარულობა და სინამდვილეში როცა პრობლემებზე ვლაპარაკობდა, რაც გადასააზრებელია, მან ჩემი წილი დიდი არ არის, ფარულობის ნაწილში ჩემი წილის დიდია, მე და ცოტნეს ჰქონდა ესეთ კამპანია, მიდი არჩევნებზე და საბოლოოში მთელი აზრის იყო, რომ მიდი ეხა რაღაცა და იქ ვერავინ ვერ გაიგებს ხმავის მიეცი და ამაზე ვიყავი დაფუძნებულები სამწუხაროდ ყველას ვისაც ვისაუბრე ჩემზე ჭვიან ხალხს და ამ საქმეში ჩახედავს უბრალოდ არავისგან არ გამიგია მინიშნებაც კი რომ შეიძლება რაიმე ფარულობის დარღვევა ყოფილიყო პირიქით ყველა აქებდა ამ სათვალ აპარატებს საბოლოო ჯამში დამთვალ აპარატში პრობლემა არ ყოფილა პრობლემა იყო ფურცელში რა ვიცი ამაზე ბოდიშიც მოვიხატე ეხა თქვენს ეთერშიც ვიხდი ბოდიშს რომ ეს უნდა გადაგვემოწმებინა და მომავალში მგონია რომ ამგვარ შეცდომებს აღარ დაუშვეთ მაგრამ შეცდომა იყო ის რომ ფარულობა ჯერთი არ გადავამოწოთ და მე მეორე დილით რო გაირკვა დილითვე მაგაზე ხმაური უნდა აგვეტე ხა და რატო ეხა ესეც რო შევინახოთ ანუ 7 საათზე როცა გამოვედით და აღვნიშნეთ და 11-ზე ვთქვით რომ იცით რა არჩევნები გაგვიყალბეს და ეხლა მოგიყვებით როგორ გაგვიყალბეს ადამიანები ამას უყურებენ და ხვდებიან რომ რაღაცა მათ ლოგიკურად არ ხდება ის რომ შემდეგ როცა აქციები იყო და ცოტა ხალხი გამოდიოდა და როცა კობახიძემ განცხადება გააკეთა სხვა ხალხი გამოვიდა ესეც კი მიანიშნებს იმ შეცდომებზე რაც დაუშვეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა შემდეგ არჩევნების შემდეგ უკვე რას მოხდა ხო ჩვენ არჩევნებში მოვიგეთ გაგვიყალბეს და ეხა ვართ აგერ ბარიერ გადალახული პარტიები გასაგებია რომ რწმენა შეიძლება ქონდეს რომ არჩევნებში მოიგე მაგრამ თუ არჩევნები გააყალბეს იქ ბარიერი ვინ გადალახა და ბარიერი ვინ არ გადალახა მაგას ხო არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რატომ უნდა ინდო იმ კონკრეტულ რაღაცებს რაც იყო იქ მას შემდეგ მანდატებზე უარის მან არ იყო არჩევანი პარლამენტში შესვლაზე და რაღაცა ან ბოიკოტზე რა ყველა მიცოდით რომ მაგ პარლამენტში არავინ არ შევიდოდა 6-ით რო გავიდოდა ისედაც მანდატებს გაუქმებდნენ ყველა. სულ აქ პრობლემა ის იყო რომ ჩვენ ადამიანის მანდატის გაუქმება იარაღად დავანახით რომ ეხლა ჩვენ ამ მანდატებს დავკრით და რაღაცა ბიზნეს ამაზე დიდი პრობლემა შეექმნება და საბოლოო ჯამში ის იყო რომ არ შეიძლება იარაღად გამოიყენო რაღაც რომის გამოყენება არ გამოყენებაზე თანხმობა შენ იმპერიას ხადებს ანუ მე რომ მანდატის დატოვებაზე განცხადება დავწერე მაგაზე ხო პარლამენტი დამეთანხმა პრობლემა თუ იყო ხო არავინ არ დამეთანხმებოდა კიდევ ერთხელ ვიმეორო რომ პარლამენტში შესვლაზე აქ საუბარი არ არის ისედაც რა უნდა გაეკეთებინა ვინ შევიდოდა ან ვინ გაბედავდა ამ პარლამენტში შესვლა საბოლოო ჯამში შეიქმნა ბევრი რაღაცა უზუსტობა რამას ეხა მე ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც არჩევნების შემდეგ რაღაცა კრიტიკული შეცდომები იყო დაშვებული იმიტომ რომ პროცესი მაინც ბუნებრივად მიმდინარეობდა და ამას ხალხის მასა მართავდა მაგრამ არჩევნებამდე ხო მე მგონია რომ უკეთესი მუშაობის შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლო რომ ქართულ ოცნებას უფრო მეტი რესურსი დაჭირებოდა შეიძლება რომ ისე უფრო მაგრად გაიყალბებინა და ვიღაცას ხელით დაეწერა მაგრამ ეს იქნებოდა ნათელი ბევრად უფრო დიდი მასისთვის მადლობა ლევან 2 წუთის გაძლევთ რეპლიკისთვის თუ არსებითი რეპლიკა არ გაქვთ მე ასე ვთქვათ აი ერთი შეკითხვა მინდა შემოვიტანო აი სად უშვებს ოპოზიცია სტრატეგიულ შეცდომებს თუ გნებავთ ჩელესთან რეპლიკა მის ნათქვამზე თუ არა და აი ამ კითხვას რომ მცირე რეპლიკას გავაკეთებ არ დამჭირდება 2 წუთი აქ მე მიმაჩნია რომ მთავარი მანდატების და მიარაღის გამოყენება არ გამოყენებასთან დაკავშირებით ამაზე მოგვიანებითაც ვისაუბრებთ იყო ის რომ საერთაშორისო ლეგიტიმაციის არ მინიჭების პროცესში და მათ შორის რაღაცა ელექტორატთან საკუთარი კეთილსინდისიერების დამტკიცების პროცესში ამან როლი ითამაშა ამ მდგომარეობამდე არ უნდა მივსულიყავით რომ შენამომრჩეველს ამის მტკიცება ჭირდება რომ არ შეხვა მაგრამ ფაქტია რომ ვიყავით ამ მდგომარეობაში და რაღაც საპროტესტო ტალღას ამან რაღაცა შეძინა განსაკუთრებით ირაკლი ყობახიძის განცხადების შემდეგ და რაც შეეხება ზოგადად იმ საკითხებს რაზეც ისაუბრა კრიტიკულად მაინც თითქმის არცეც არ უყურებ და ვითანხმებ
კი ბატონო, აი გვაქვს კიდევ დრო, თქვენი დროის, ასე ვთქვათ, ხარგებში მომიწევს ეს დამაზუსტებელი შეკითხვა ისევ შემოვატრაო და ამის ანაცვლოდ დავამატებ დროს. სად დაუშვა ოპოზიციამ რაკიღა შეცდომების გადააზრებაზე გვაქვს საუბარი, სად დაუშვა სტრატეგიული შეცდომები? აი მე მგონია რომ ეს არის საკითხი, სადაც ჩვენ ყველაზე მეტად ვერ შევთანხმდებით. მე მგონია რომ ოპოზიციას თუ ერთიანი სით გასვლა არ შეეძლო რამდენიმე, მაგრამ კიდევ უფრო მსხვილი გაერთიანებით უნდა ყოფილიყო ამ არჩევნებზე წარმოდგენილი, რაც შექმნიდა რიგ საკითხებში მეტ სინერგიას, რაც გულისხმობს როგორც პირობითად რამდენი აი ამ 4 ნომრიდან 2 ნომრამდე დაყვანას, რაც მოიტანდა რაღაც საერთო პროპაგანდის წარმოებას, ჩვენს ოპოზიციურ არხებს ეკნებოდათ საერთო ნარატივის დაპირისპირების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ძალიან მე მგონია რომ ეს მრავალფეროვნება ამ არჩევნებზე შეიძლება ბევრისთვის სიჭრელე ყოფილიყო წარმოდგენილი, საერთო ფინანსური რესურსები იქნებოდა, ურთიერთდაპირისპირების ხარისხი ჩემი აზრით მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, იქნებოდა რაღაცა მეტი გუნდურობის განცდა განსაკუთრებით რეგიონებში, იმიტომ რომ რეგიონალურ ორგანიზაციებში ძალიან სენსიტიური არის სხვადასხვა პარტიაში ყოფნა და დასავლეთთან გვექნებოდა დღეს ბევრად უფრო მარტივად საერთო პირით საუბრით შესაძლებლობა. ეს არის მე მგონია რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული საკითხი, რომელიც განგვასხვავებს. მე მგონია რომ ერთი ნომრით რო გავსულიყავთ, რომელიც სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო, რომ არავითარ შემთხვევაში ის მზად იყო, რომ 5 ნომერი და ნაციონალური მოძრაობა არ ყოფილიყო ეს, ვისაც კომპლექსი აქვს ამ ნომრის გარშემო გაერთიანების, მეტ შედეგს დავდება. მადლობა, ჩელი, თქვენ გაძლევთ კიდევ 2 წუთს იმისთვის, რომ რეპლიკა გააკეთოთ და იქნებ უპასუხოთ ჩემ შეკითხვასაც, არა ვთქვათ მხოლოდ რაღაც პოლიტიკური კომუნიკაციის ან რაღაცა სტრატეგიული ნაკლოვანებების კუთხით, აი სტრატეგიული შეცდომები რა შეიძლებოდა ყოფილიყო დაშვებული მანამდე, ვიდრე არჩევნები იქნებოდა და მას შემდეგ პერიოდშიც. ნუ სტრატეგიული შეცდომა ალბათ არის ის, რომ ჩვენ ისევ და ისევ გავყიდეთ ეს როგორც ცივილიზაციური არჩევანი, ევროპა versus რუსეთი და საბოლოოდ ადამიანებს ევროპა დაუტოვეთ ისევ სიტყვად და იმის იქეთ ვერ შევძელით, რომ დაგვენახებინათ სინამდვილეში რა შინაარსი იმალება და კონკრეტული ადამიანისთვის რა ბენეფიტი ექნებოდა. მეორე მხრიდან მოდიოდა მარტივი მესიჯი, რომ ომი არ გვინდა და ომი ცუდია და ამათ ომი უნდათ, რამაც ეხლა მაგ მესიჯს უფრო კომპლექსურად უნდა დავუპირისპირდე და ესეც ვერ გავაკეთეთ საბოლოო ჯამში. მე ეხლაც არ ვიცი რაღაცა უნივერსალური პასუხი, რომელიც მარტივად შეიძლება ადამიანებს აუხსნა და ეს გაუქრობს მათ შიშს. ალბათ ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა იქ იყო. შეგვეძლო, რომ სხვანაირად შეგვეფუთა, თუმცა ამასაც კოორდინაცია ჭირდება. რაზეც ლევანი საუბრობდა, მაგ ყველაფერს მაინც და მაინც უფრო მსხვილი გაერთიანება შეიძლება არ დაჭირებოდა, ეგ არის კოორდინაციის უფრო მაღალი ლეველი და ამ 4 პარტიასაც ალბათ ამეთანხმები, რომ შეეძლოთ იგივეს გაკეთება 4 პარტიას ისე, რომ რაღაცა 4-დან 2 არ დარჩენილიყო, მაინც შეეძლოთ, რომ იგივენაირად ერთი და იგივე მესიჯებზე დამსხმარიყავით, უფრო მეტი კოორდინაცია ყოფილიყო ხმების დაცვაში, უფრო მეტი კოორდინაცია ყოფილიყო დეზინფორმაციას ნაბრძოლის ნაწილში, პროპაგანდას ნაბრძოლის ნაწილში, როგორც სატელევიზიო სპექტრზე, ისე სატელევიზიო ფილდზე, ისე ზოგადად როცა გავდიოდით ხოლმე რეგიონებში მაშინაც, ასე რომ ეხლა მე უპირისპირდები ხოლმე ადამიანს, ვინც მეუბნებიან, რომ არჩევნები მოვიგეთ და მე თან ერთიანობას, ვამბობ, რომ ხომ მოვიგეთ ერთიანები, რომ არ ვიყავით ისე არჩევნები. მაშინ ეხლა რა გვინდა, რომ ერთიანი სიით გავით? უბრალოდ ეს არის საკითხი, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ ცოტა მერე, იმიტომ რომ დღეს მაინც დღის წესრიგში არ დგას და სხვა უფრო მწვავე პრობლემები გვაქვს. კეთილი. მე ხა გავხსნი ღია დისკუსიის 8 წუთს და აქ მინდა რომ კონტექსტით შემოვიტანო ერთ-ერთი წეგან საუბრობდით კვლევებზე. ეს არის ქართული ოცნების ხარდამჭერთა და მათ მიმართ ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეების ხო, გადაწყვეტილებების მიღების მამოძრავებელი ფაქტორების კვლევა. ეს იმით არის საინტერესო, რომ გვაჩვენებს ასე ვთქვათ ეს კვლევა ერთი მხრივ რა განაპირობებს ერთგულებას ასეთი ადამიანების ქართული ოცნების მიმართ და მეორე მხრივ რა განაპირობებს ამ ადამიანების გულგრილობას თუნდაც ქუჩის პროტესტის მიმართ. ხო, ეს არის ქართული ოცნების ხარდამჭერთა და ნეიტრალური მოქალაქეების გადაწყვეტილების სადმე პასუხებში არის ტენდერების მოგება? თუ არ არის, მაშინ არც მთლად სწორი კვლევა. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის რაღაც კვლევა, რომ ეს არ არის კვლევა, რომელიც დაფუძნებულია ძალიან ბევრი ადამიანის გამოკითხვაზე, მაგრამ არის დაფუძნებული რამდენიმე ათეული ადამიანთან სიღრმისეულ, ასე ვთქვათ, შეკითხვებზე არის დაფუძნებული და მინდა რომ უბრალოდ პატარა ნაწყვეტი წავიკითხო ამ კვლევიდან. ბევრს არ სჯერა, რომ ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რეალურად შეძლებენ თანამშრომლობას ქვეყნის ინტერესებისთვის. რესპონდენტები მიუთითებენ, რომ ადრე დაპირისპირებული პოლიტიკოსები ახლა ერთად დგანან მხოლოდ ძალაუფლებისთვის, რაც მათ სინამდვილეში არასათანადო და ასე ვთქვათ, არაკეთილსინდისიერ ძალად წარმოაჩენს. ეს კი იწვევს შიშს, რომ კოალიცია ვერ გაძლებს დიდხანს და სწრაფად დაიშლება. მოდით დავიწყოთ 8 წუთი შეცდომების გადააზრებაზე და ეს კონტექსტით შემოვიტანოთ, რამდენად
შეძლო რომ აი ამ კონტრნარატივები შეექმნა, დამარცხებელი კონტრნარატივები ოპოზიციამ საკუთარი მიზნებისა და ამოცანების. საერთოდ ვერ შევძელით კონტრნარატივის შექმნა, მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო რაღაც ქრესტომატიული დილემის დაყენება დასავლეთი თუ რუსეთი, ეს დილემა მგონია რომ ბევრისთვის არ დგას და უმრავლესობა რა თქმა უნდა ამას ემხრობა, მაგრამ შენ რატო ხარ იმის გამტარი? აი ამაში შეიძლება ბევრისთვის რაღაცა პრობლემა ყოფილიყო იმ თვალსაზრისით, რომ ბევრად უფრო სხვა საჭიროებები არსებობს ამ ადამიანებისთვის. არც ერთი წუთით ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ იმ არჩევნების ტოტალური გაყალბების სურათს, მაგრამ მე მგონია, რომ ბევრად უფრო მეტი სხვაობით უნდა მოგვეგო და მათ შორის ის საერთო სია, მე მგონია, რომ ამის შესაძლებლობას უფრო მოგწევდა, რომ კიდევ უფრო მკაფიო იქნებოდა გაყალბების ეს მაჩვენებელი. რაც შეეხება ქართული ოცნების ამომრჩევლს, აი აქ რაც დრო გადის, უფრო მეტი სპეციფიკურობა მიჩნდება, იმიტომ რომ რასაც ქართული ოცნება ეხა აკეთებს, ამის შემდეგაც კიდე ქართული ოცნების მხარდამჭერობა იშვიათი გამონაკლისების გარდა ძალიან მძიმე იქნება ამ ადამიანების რაიმე ფორმით გადარწმუნება. რაც შეეხება რატო დგანან ერთად ეს ერთად დგომა გამოწვეულია ძალაუფლების წყურვილით, სინამდვილეში მათი ძვირფასი ლიდერის გამოვდგავართ ერთად. ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ გვინდა ერთად დგომა, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ჩაგვაგდო და ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, რომ იძულებულები ვართ ვიდგეთ და ამ ადამიანებს მე მგონი უკვე ის დროა რომ აუხსნათ, რომ რა ბედიელით მათ თუკი ამ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს ივანიშვილი გაანადგურებს. აი ამ ადამიანებსაც ელით ზუსტად ის, რაც ლილუაშვილს და სხვა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს ან ადამიანებს, რომლებიც უცებ აღმოჩნდნენ ზედმეტები ბიძინა ივანიშვილის აი ამ მარიონეტულ დასტაში. მადლობა, ჩალით, შეგიძლიათ ჩაერთო და გითხარი, ერთი მხრივ ესეთი კვლევები ძალიან საინტერესო უნდა იყოს არა მხოლოდ მედიისთვის, პირველ რიგში ალბათ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ კარგად იცოდეს, რას ეფუძნება მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერების რაღაც, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები, ხო? და რამდენად იცნობთ ასევე, ვთქვათ, ასეთი ტიპის კვლევებს ატარებთ თუ არა ქართული ოცნების არამომხრე ადამიანებში, ანუ რა იცით იმ ელექტორატის მისწრაფებებზე, რომელიც არ ეთანხმება ქვეყნის ხელისუფლებაში ოცნების ყოფნას. ვესაუბრები ხოლმე ეგეთ ადამიანს პირისპირ ინტერვიუ მაქვს ხოლმე და ესე ვიგებ რაღაცებს სინამდვილეში რა мотиваცია აქვს და მათ შორის პროტეზე თუ გახოდა იქ ხალხს დაელაპარაკებით, მაგითაც უფრო კარგად გაიგებთ სინამდვილეში რა мотиваცია ამოძრავებთ და ეს არის ალბათ ყველაზე კარგი კვლევა მედიდად ეგეთი რაოდენობრივი კვლევების რომელიც ინტერვიუზე დაფუძნებული ხოლმე არ მჯერა. სტრატეგიული შეცდომა მოხსენა ერთი კიდევ რაზეც ვაპარაკობდით, ეს ალბათ არის ის, რომ სანქციები გამიჯვნა ვერ მოვახერხეთ მაგალითად ეხლა რაღაცა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ მე მინდა რომ ამ ქვეყანას ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერონ. მე არ მინდა რომ ამ ქვეყანას ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერონ. დღეს რომ მოვიდეს ჩვენ და მკითხოს ხარ თუ არა თანახმა ვიტყვი რომ არ ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ვამტკიცებთ ადამიანებს რომ აი ამ ხელისუფლების პირობებში ვამტკიცებთ რომ ამ ხელისუფლების პირობებში თუ გააგრძელებთ ცხოვრებას თქვენ დაკარგავთ ევროპულ მომავალს, თქვენ დაკარგავთ უამრავ ბენეფიტს რომელიც ისე მიიღეთ რომ არც იცოდით რომ დასავლური ბენეფიტი იყო და საბოლოო ჯამში აღმოჩნდებით ჭაობში. ეხლა იმიტომ რომ მე ეს ხალხი არ მიჯერებს რასაც უუნებიან ცუდად უუნებიან, ამისთვის მე წავიდე და ხელი შეუწყო იმას რომ აქ ვიღაცამ რაღაცა დაკარგოს იმისთვის რომ მე იგზნოს სინამდვილეში მე როგორი ცხოვრობს, მგონი არასწორია. ჯერთი ეს ასე არ ხდება და ამას არავინ არ აკეთებს, უბრალოდ ასე ყიდია. და ჩვენ ვერ მოვახერხეთ მაგის გამიჯვნა რომ აქ სანქციებზე საქართველოს წინააღმდეგ დაწესებაზე კი არავინ არ მუშაობს. აქ იმაზე მუშაობენ ადამიანები, რომ ჩვენს დასავლურ პარტნიორებს გავაგებინოთ რა ხდება ინფორმაციის მიტანაზე. სანქციების გადაწყვეტას იღებენ, სულ ის არავის აქედან რაღაცა ხილაკზე თითის დაჭერა არ შეუძლია იმაზე, რომ ვინმე სანქციაზე გადაწყვეტილება მიიღოს. ასე რომ ამის გამიჯვნა არის, არის ამაში შეგვიძლია სტრატეგიული შეცდომა დაუძახოთ, შეგვიძლია უნარობა დაუძახოთ, იმიტომ რომ ვერ ვახერხეთ. პლუს რაც არის იმედის ფაქტორი და იმედის ფაქტორს ვეძახი იმას, რომ ყველაზე მძლავრი ტელევიზია აქვს და ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და ყველაზე მეტი მოცვა აქვს. რაზეც ლევანმა ისაუბრა, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მერე კიდევ ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო ხო, მაგრამ სხვადასხვა რეალობას შეიძლება ჩვენ ხედავდეთ. ის ადამიანები იმას უყურებენ, ჩვენ აქეთ რაღაცა ჩვენი ბაბლი გვაქვს შექმნილი, გინდა არ გინდა ჩვენი ტელევიზიები და ჩვენი რაღაცა სოციალური ბაბლით და საბოლოო ჯამში სალაპარაკოა მაგაზე მგონი შევთანხმდებით, რომ რაც უნდა დამღლელი იყოს და რთული იყოს, მაგ ადამიანებს უნდა ვესაუბროთ და უნდა აუხსნათ. აი ამ ბლოგში დავჩათ ცოტად რომ და როგორ მინდა ის წავიყვანოთ ეს საუბარი დარჩენილ 4 წუთში თქვენ ახსენეთ
თქვათ შეცდომების გადააზრების ნაწილში რომ ერთიანი ცენტრი უნდა ყოფილიყო, ერთიანი ოპოზიციური centri, ანუ არჩევანის აი ამ ორამდე დაყვანაზე რა არის ხარ? არა, ეხლა წმენაზე მაგას ვერ გავზომავთ, ეხლა მე უბრალოდ სხვანაირად მიმაჩნია, შეგვიძლია ვიკამათო დაუსრულოთ, მაგრამ ეხლა არ მგონია რომ რაიმე ისეთ ხელშესახები მონაცემი მქონდეს ეს რწმენის საკითხი არის, მგონია რომ მანამდე სოციოლოგიური კვლევები იყო ამასთან დაკავშირებით ჩატარებული წინა საარჩევნოდ, ქონდა მცირე უპირატესობა, მაგრამ საერთო სიას ქონდა რაღაც უპირატესობა, მაგრამ ეს ამ კვლევებსაც პოლიტიკური აქტივობა ატარებენ ასე რომ მაგრამ მგონია რომ დღეს ჩემი რწმენა ეგეთია რომ დღეს შეიძლება ამას მეტი მხარდაჭერა ქონდეს, იმიტომ რომ აპოკალიფსის აქმა ოპოზიციის ამორჩევლის ნიშნულოვანი ყოველ შემთხვევაში აქტიურ ნაწილში ბევრად უფრო მკაფიო დგას. რაც შეეხება პროპაგანდასთან დაპირისპირებას, კი ესეც უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ ოცნებას აქვს ძალიან მყარად ჩამოყალიბებული პროპაგანდისტული ხაზი, როგორც სოციალურ მედიაში, ისე სატელევიზიო მიმართულებით და ამასთან დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ აი ისევ მეტი საუბრით, მეტი ხაზგასმით, მათ შორის როგორც იმ საკითხებზე რა გვაერთიანებს და რა ყოფს, არის შესაძლებელი. დანარჩენი მე მგონი პრინციპულად თანხმდები ჩელესთან, რაც მანამდე ისაუბრა. მადლობა, მე გადავალ მეოთხე რაუნდში, ამ რაუნდში ჩვენ ესეთი რამ შევმოგთავაზებთ ხარებს, რომ შეგიძლიათ ერთი შეკითხვა მოგეტანათ მოწინააღმდეგესთან. თუ კი გააქვთ ასეთი კითხვები, შეგვიძლია რომ გავცვალოთ და 8 წუთი გამოყოთ ამისთვის. თუ ასეთი კითხვები არ მოგიტანიათ, მაშინ გადავიდეთ მეხუთე რაუნდს. გაქვთ კითხვა? შემიძლია დაგითხრა. ასევე. მოდი ჯეილანი ვითომ. მოდი ეხაც ვითომ. ჯეილანი. ხაშე. ოკეი, მე სინამდვილეში ისი კითხვის მინდოდა არის ის მიხეილ სააკაშვილის დღეს გაჟღერებული ინიციატივაზე რას ფიქრობს და პლუს რაზეც თავიდან საუბრობდით, ოღონდ იმ შემთხვევაში გაქვთ თუ არა ამაზე ინფორმაცია, საფრთხეზე ველაპარაკობთ რაღაცა და მკაფიოდ რო ვთქვათ, ეხლა მე მაგალითად მგონია რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს თუ ციხიდან გამოუშვეს ბიძინეამანიშვილი, ის ქვეყანას დატოვებს. მაგალითად ამაზე დათანხმდებოდა, რა ვიცი, შეიძლება მეც დავთანხმებულიყავი რაღაცა ამაში ცუდი არაფერი არ არის, ანუ ამაზე მას აქვს თუ არა, იმიტომ რომ რაღაცა ეხლა მეც დავფიქრდი რომ არ გამიგე, იმიტომ რომ ბუნებრივად მეგონა სულ რომ მას არ უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება. შენ ან თუ იცი ამას დაკავშირებით, ან განუცხადებია თუ არა პოლიცია შეიძლება მეამბოს. მოდი, ძალიან საინტერესო კითხვა არის ორივე. პირველი ეს არის ჩვენი ინიციატივა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს როგორც პარტიის ლიდერთან, იმიტომ რომ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მიშას რაღაც იმპერატიული ინიციატივა რა. დიდი ხანია სხვათა შორის პარტიაში ეს მოდელი აღარ არის. მიუხედავად იმისა, რა რწმენა აქვთ გარეთ მყოფ ადამიანებს და მგონია რომ ამ რწმენის ცვლილებაშიც ეს სერიოზულ მონაწილეობას მიიღებს, იყო ის, რომ ბევრად უფრო მეტად უნდა ჩავრთოთ ელექტრონული სისტემები მართვის პროცესში. ოღონდ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ავტორიტარიზმის პირობებში ეს თუ ძალიან დაცული და გარანტირებული არ არის, ესეც რაღაც საფრთხის მატარებელია და შესაბამისი ფილტრები უნდა არსებობდეს. რაც შეეხება ამის გამოყენების მიზანს, ეს არის უფრო მეტი ადამიანის ჩართვა. პირველი ეს არის ჩვენი მხარდამჭერების ბაზების შექმნა რეგიონული მასშტაბით, რომ მათ შორის ჩვენი სხეული ვიცოდეთ, რომ რა ვართ, ვინ ვართ, რამდენი მხარდამჭერი გვყავს, ანალიტიკა იმის, რომ ვინ რა ასაკის რა რაღაცა მსოფლმხედველობის ადამიანები გვიჭერან ხარს, მაგრამ ეს არის რაღაც უფრო ტექნიკური ნაწილი, მეორე არის შინაარსობრივი ნაწილი, რაც გულისხმობს პარტიისთვის ყველა საშუალო მცირე თუ მსხვილი მნიშვნელობის გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღებას. ეს იქნება უმაღლესი თანამდებობის პირების არჩევნების პროცესი, თვითმმართველობის არჩევნებში რაღაცა შესვლა არ შესვლა, პარლამენტში შესვლა არ შესვლა, ყველა ამ პროცესში შესაბამისი რაღაც ტექნოლოგიური საშუალების ქონა, რომელიც საშუალებას მოგცემს თითოეულ ჩვენგანს, რომ ამ პარტიის მართვა გახდეს უფრო გამჭვირვალე და მათ შორის ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობს რაღაც კლანურობასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს, რომ კულისებს მიღმა შეიძლება მიიღებოდეს, აი ამ თვალსაზრისით ახალი სიტყვა შეიძლება აღმოჩნდეს და მგონია იქნება პოლიტიკურ სივრცეში, ამასთანავე იმასაც ვიტყვი, რომ სხვა პარტიებშიც არსებობს მსგავსი მოსაზრება და ვიცი, რომ ჩელეს და ცოტნესაც აქვთ მეტი ელექტრონული სისტემით, დიჯიტალიზაციით, აი ამომრჩეველთან უშუალო მისგაცეჩენის საშუალება. აი რაც შეეხება ძირითად შეკითხვას, ძირითად ის
შიდა პარტიის იყო და იმასაც არ დავტოვებ, იმასაც არ დავტოვებ, უპასუხოთ. არის ის რომ მეც პირადად და ჩემი მეგობრებიც ახალგაზრდა პოლიტიკოსებიც ადამიანები რომლებიც საერთოდ არ იცნობენ აი წარმოვიდგინეთ რომ თქვენ გადაწყვეტეთ ნაცმოძრაობაში გაწევრიანება და კონკრეტული პოლისების გატანება და აი ამ დროს გჭირდებათ რაღაც საფუძველი და არენა რომ თქვენი თავი როგორც ახალბედა პოლიტიკოსმა ან ადამიანმა რომელსაც სურს რაღაცის მიღწევა იმ დიდ სივრცეში რაც ნაციონალური მოძრაობა ქვია ეს გააკეთოს საჯაროდ და არა კულისებს მიღმა თუმცა ესეც მე არ მინდა რომ რაღაც ისე გამოვიდეს რომ სააკაშვილის რაც შეეხება სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით თქვენი შეკითხვა რომ ამ დროს რაც შეეხება სააკაშვილის გეგმებს ახლა რო გითხრათ სიმართლე რომ სრულფასოვანი პასუხი მაქვს ან მისგან მიღებული ან პარტიაში ჩამოყალიბებული არა მაგრამ მე რამდენადაც ვიცი მისი განწყობა არის ის რომ მას თუ მიეცემა საშუალება და ეს ბუნებრივია შეუძლებელია მე ესე უყურებ შეუძლებელია მოხდეს ივანიშვილის ცვლილების გარეშე მე მაინც გონია რომ ის უფრო ქვეყნის გარეთ დახარჯავს მის ენერგიას და ძალებს და პოლიტიკურ გამოცდილებას ვიდრე ქვეყნის შიგნით თუმცა აქვე აღნიშნავ რომ მას ამის შესაძლებლობა თუ ის ამას მოისურვებს ბუნებრივია ისედაც უნდა მიეცეს მაგრამ მიშას მაგურად მე ამ პასუხს ვერ გაგცემთ თუმცა ისიც კარგად უნდა გავიაზროთ რომ ეს კაცი არის დღეს პატიმარი ის არ არის საქართველოს მოქალაქე ეს კონკრეტული ბარიერი მაინც არსებობს პოლიტიკურ პროცესში და მესამე მე მასთან ურთიერთობიდან გამომდინარე ბუნებრივია მას ძალიან სურს ამ ქვეყანაში ცვლილება, მას ძალიან სურს რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს წარმატებული, მაგრამ მის დეკლარირებული პოზიციაც არის რომ ის ფორმალური თანამდებობების დაკავებას და ზოგადად პოლიტიკაში ამ დოზით ჩარევას არ აპირებს, მაგრამ აი ესეც არ მინდა რომ რაღაც ჭtildeოვან მმართველობაზე დარჩეს კითხვის ნიშანი. მე მაინც წარმომიდგენია რომ როგორც დემოკრატიულ პარტიაში, როგორც რესპუბლიკურ პარტიაში არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ყოფილი ლიდერები და მოქმედი ლიდერები უცხადებენ მხარდაჭერას სხვადასხვა კანდიდატებს დაახლოებით ესეთი მოდელი მომაჩნია რომ იქნება იდეალური. კი ბატონო. თუ აქვე შეგდეთ რომ დაუსვათ უკვე თქვენი შეკითხვა ჩელს. ჩელესთან მე მაინც ეს თემა მანამდეც ჟღერდა ჩვენ საუბარში. ერთი არის ის რომ არჩევნებამდე მე როგორც ვიცი ის და ცოტნე მაინც იყვნენ ერთიანობის წინააღმდეგები, მაგრამ უკვე გასაგები არის მისი მხრიდან მან ეს პოზიცია განმარტა და მაინც რამდენიმე სიტყვით კიდე ერთხელ მოვისმენდი მაშინ რატო თვლიდა ესე და რით იყო გამოწვეული განსაკუთრებით რაღაც ქონდა თუ არა რაღაც წითელი ხაზი ნაციონალურ მოძრაობასთან მაგრამ მეორე და უფრო საინტერესო ჩემთვის რაც არის მისი და ცოტნეს პოზიცია პარლამენტის მანდატის დათმობასთან დაკავშირებით აქ არავითარი კითხვის ნიშანი მე არ მიჩნდება რომ ისინი აი ამ ფორმაციის პარლამენტში არ შევიდოდნენ და რაიმე ფორმით არ მისცემდნენ ლეგიტიმაციას ანუ მის აქტივაციას რო არ გამოიყენებდნენ ეს მესმის რომ ის მანდატი იდებოდა და არ იქნებოდა სისრულეში მოყვანილი და 6 თვის მერე ვადა გაუვიდოდა. მაგრამ მიაჩნიათ თუ არა მას რომ მისი მხრიდან ჩემი აზრით ეს ძალიან გაბედული ნაბიჯი და პოლიტიკურად მე მგონია რომ ძალიან სწორი ნაბიჯი რომელმაც დღეს ლეგიტიმაციის წარმოუდგენელი პრობლემა შეექმნა ბიძინა ივანიშვილს რომ მიძინებული მანდატები არ არსებობს და ასევე აი ეს კომისიაც დღეს რო ასე ვიძახით თამამად რომ არალეგიტიმურია კი და დარჩება არალეგიტიმურია მისი მხრიდან იყო თუ არა თulis თუ არა რომ შეცდომა დაუშვა რომ ის მანდატი ამ ფორმით დათმო მე მგონია რომ სწორი იყო რა შეეხება იმას რომ ნაციონალურ მოძრაობა იყო თუ არა წითელი ხაზი კოალიციაში ვიყავი გვარამეს და მეილიასთან ასე ეს პასუხი მინდოდა რომ წითელი ხაზი არ იყო უბრალოდ არ მეგონა წლების განმავლობაში ზურა დადიოდა მართა დარბოდა შეგვიძლია ვთქვათ ადამიანებთან და ყველას ერთიანობის იდეაში რაღაც უნდოდა რომ მცირე ერთიანობა მაინც ყოფილიყო და შემდეგ დიდი და ზურა იყო ამის აქტიური მხარდამჭერი უბრალოდ ჩვენ მივედით იმ გადაუკეთავ ხაზამდე არჩევნებამდე როცა აი ეხლა თუ არ მოხდება აწი აღარ მოხდება და ეხლა ვიცოდი რომ ადამიანებს ამის გაკეთება არ უნდათ ვიცოდი რა მოლაპარაკებიც მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში მოხდა ისე როგორც მოხდა ჩვენ გავაკეთეთ ნეიტრალში იდექით თუ ხელშემწყობები იყავით თუ ხელშემშლელი ხელს არ უშლიდით ნუ ხელი შეშლა ის თუ იყო რომ ესაუბრებოდით და ვარწმუნებდით რომ ესე შეიძლება სწორი არ ყოფილიყო არა უბრალოდ წავყევით ამაშიც მაგრამ საბოლოო ჯამში შეუძლებელი რამ გამოდოდა ჩვენ გამოდექით მართლა იმიტომ რომ მაშინ არ გამოვიდოდა ფიზიკურად ამაზე მეტი იმიტომ რომ ადამიანს არ უნდა დღესაც როცა ერთიანობას ვლაპარაკობთ მე ზუსტად ვიცი მაგალითად გიორგი გახარია რომელიც იტყვის რომ არ მინდა გახარია სხვა ფიზიკურად შეუძლებელი როცა ვიღაც ეგეთ დეკლარირებული პოზიცია მქრო არ მინდა მაგას რაც გავყ. მანდაც რა შეიძლება ხო ჩვენ მეც და ცოტა მას დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია რომ იმ დროს
მანდატის დათმობა არ ნიშნავდა არაფერს სინამდვილეში და რაღაცა მგონია რომ გააპრანჭვა უფრო იყო პარლამენტში შესვლას არავინ არ აპირებდა კიდევ ერთხელ დეკლარირებულად რო ვთქვა და უკვე ალბათ ეგ მანდატი გაუქმებული იქნებოდა მაგრამ ჩვენ თუ ამბობთ იმას რომ ავტორიტარიზმში ვართ ავტორიტარიზმს ვერ ვძვით ნებისმიერი რაღაც უნდა გამოვიყენოთ შეიძლება მე ვწდები და ლეგიტიმაციისთვის ამან იმ კონკრეტულ დროს მანდატის დათმობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ამაში არა ვარ დაწესებული ეხლა შეცდომა თვლე ამას რო დათმეთ არა მნიშვნელობა არ აქვს ანუ ეხლა მნიშვნელობა აქვს რომ მაგ კონკრეტულ პერიოდში ადამიანებს დავანახეთ ჩვენ რომ აი რაღაცა ეს თითქოს ბრძოლის იარაღი რაც ბრძოლის იარაღი არ იყო და მე ხალხი მოდოდა და აი მანდატებს დათმობენ და რაღაცა ახალი არჩევნები იქნება და მაგის მტკიცება მიწევდა რომ არ იქნება არანაირი ახალი არჩევნები აგერ გახარიათ არჩა პარლამენტში დაფინანსებაც აიღო მე ზოგადად მაგ დაფინანსების წინააღმდეგ ვარ რომ ზოგადად არსებობდეს არა თუ ეხლა ავიღებდი ზოგადად არ მინდა რომ ეგერ პოლიტიკურ პარტიებს ბიუჯეტიდან დაფინანსება ეძლეოდეთ ასე რომ მაგ ნაწილში მე სულთავ ვარ მაგ ფულზე ხილის მოკიდებას ისედაც არ ვაპირებდი არც ხელფასზე ხილის მოკიდებას არ ვაპირებდი უბრალოდ მგონია რომ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვეშვათ იმას რომ რაღაცა საგამოძიებო კომისიაზე მიბარებენ იქაც არ მივიდეთ და მცირე ისიც არ გამოვიყენო რაღაცა თუ მაგაცე მაგარი შემიძლია ვიყო ის რომ არაფერი მთავრობისგან არ ავიღო თითქოს ეს ხალატად აღიქმება არა მგონია რომ თუ თანხმდებით იმაზე რომ ავტორიტარში ვცხოვრობთ ყველა რა ვიცი ხის ჩანგალი რო ჩამოვარდეს ვიღაცას ისიც უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ რაიმეთი დავაზიანოთ თუ არის ამის შესაძლებლობა თუ არ არის ამის შესაძლებლობა არ უნდა გავაკეთოთ მანდატების თემა მაინც ასულია 6 თვის თავზე თუ არავინ ფეხს პარლამენტში არ შეადგამდა ისედაც კომისია ადგებოდა და მაინც ყველას გაუქმდა და ასე რომ პარლამენტში მაინც არავინ შევიდოდა რა ვიცი ეგ არის პოზიცია მადლობა და მოდი ესე ვქნათ წყალი თუ გნებოთ შემიძლია დავამატო და გადავიდეთ ჩვენი პოდკასტის ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო საინტერესო ნაწილზე, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ აუდიტორიის შეკითხვებს გავცეთ პასუხი. აქ ვიქცევით ხოლმე ასე, რომ ასე ვთქვათ, დებატების ჩაწერამდე 24 საათით ადრე ვაანონსებთ ამის შესახებ და ადამიანებს ვთხოვთ რომ გამოვაგზავნონ შეკითხვები. თქვენ წინ არის კალათები და მათში მოთავსებული შეკითხვები. დავიწყებთ ლევანით. ლევან შეგიძლიათ რომ ამოიღოთ სულ ორი, მაგრამ თითოჯერ ერთი შეკითხვა და თითო შეკითხვის საპასუხოდ მოგცემთ 2 წუთს. ორივეს უნდა შეიცვალოს თუ არა მოთხოვნა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. აქ მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული პოზიცია რა, რომ მე მაინც გონია, რომ პოლიტპატიმრების თავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები არის უფრო სწორი. ჩანაცვლება მგონია რომ არ არის სწორი ამის რაღაც ახალი საპარლამენტო. მგონია რომ გულისხმობს აი წადის მოთხოვნას გულისხმობს არა იმას რომ თავრობა გადადიქცევა. კი, მგონია რომ თუ ეს მოთხოვნა დებულებად გამოიხატება რომ საქართველოს ივანიშვილის გარეშე კი ბატონო ეს არის უფრო სლოგანი ვიდრე მოთხოვნა. თორე შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა დღესაღამოს ირაკლი ყობახიძე როგორც მთავრობის თავმჯდომარე გადააყენოს და ახალი მთავრობა დანიშნოს. ანუ გააჩნია ამაში რა იგულისხმება. თუ იგულისხმება რომ მთავრობა უნდა წავიდეს და ბიძინამ ტექნიკური მთავრობა უნდა დანიშნოს და მერე უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები კი ბატონო სწორია, მაგრამ თუ აქ იგულისხმება რომ უბრალოდ მთავრობა უნდა გადადგეს შეიძლება კრიტიკული მიწოლის პირობებში ბიძინა ივანიშვილმა გადმოგვიგდოს ყობახიძის თავი მაგრამ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამიტომ მე ამ რისკს ყოველთვის ვხედავ. მადლობა, მოდი გავყოთ 1 წუთი თქვენ და 1 წუთის გაძოთ ახლა თქვენ რა კიდე ორივეს მიემართებოდა ეს შეკითხვა. ხო, მგონია რომ მთავრობის აი მეც შემეშალა ერთხელ საუბრის დროს მთავრობის გადადგომა ახსენე იმის გამო რომ ჩვენ არჩევნებისთვის არ ვემზადებით ეს წმენა რაზეც ვისაუბრეთ არ შეუქმნით ამ ადამიანებს ეხლა ამბობენ რომ რაღაც გვინდა ეს არჩევნები მოდი პირდაპირ მოვითხოვოთ ისო დაიწვას ეს შეკოცები და წავიდნენ ამ ქვეყნიდან სავარაუდოდ ამას კითხულობს და ესე მოთხოვნის ფორმულირება შეუძლია გააკეთოს პროტესტმა თუმცა პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა პარტიებმა რაღაცა კონკრეტული საკანონმდებლო გზა უნდა აჩვენონ მაინც ადამიანებს როგორ უნდა მივიდეთ საბოლოოში მთავრობა გადადგება ან თვითონ პრემიერი გადადგება ან პრემიერი დააყენოს უნდობლობის საკითხზე ეს არის უკვე გამარჯვების შემდეგ როგორ პოლიტიკურ გზას აიჭევ. თავარია პოლიტიკური ნება შეუქმნათ მართულ ძალას. ასე რომ მე ეგრე რაღაცა პოლიტიკოსის მოთხოვნას ეგრე არ ტრანსფორმაციას ეგრე არ განვაცდევინებდი, თუმცა ხალხს რა თქმა უნდა შეუძლია რომ ეს მოთხოვნა კონკრეტულად. მადლობა. შეგიძლიათ რომ ახლა თქვენ ამოიღოთ შეკითხვა. აი რაღაცა ეს მოფიქრე მომწონს. ხომ არ მიიჩნევთ რომ კოალიციაში გაერთიანება შეცდომა იყო. ეს უნდა ახსნა არა.
არა, არ იყო შეცდომა. საბოლოო ჯამში ჩვენ რა შეთანხმებას დავდეთ კოალიციასთან, კოალიციამ ეს შეთანხმება შეასრულა, ჩვენ შევასრულეთ. მანდატების დათმობის ნაწილზე შემიძლია იგივე თქვა, რომ მიუხედავად ინდივიდუალური რაღაცა წინააღმდეგობისა, რომელიც ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მანდატები მოპოვებული იყო ამ გუნდთან ერთად, ჩვენ რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება პირნათლად შევასრულეთ, რაც მიიღო გუნდმა და იქაც ბრძოლობაში ვიღებდით მონაწილეობას. საბოლოო ჯამში რაც გვინდოდა, ის მივიღეთ თანამშრომლობის ნაწილში. ასე რომ არ მგონია რომ შეცდომა იყო გამომდინარე იქიდან რომ ეხლა გასაგებია რომ ამ შედეგებით მაინც და მაინც არ უნდა ვიხენზრუნოთ, მაგრამ მანამდეც კვლევები ტარდებოდა, საკმაოდ დიდი სინერგია ჩვენა და იყო მაღალი ელექტორალური მაჩვენებელი ქონდა ამ კოალიციას, შესაბამისად შეცდომა ხმამაღალი ნათქვამი მგონია. იქ ვიღაცა შეიძლება პერსონალური რაღაცა ზიანი მოუტანა კონკრეტულ პოლიტიკოს, მაგალითად ეხლა მე მითხრეს რომ კონკრეტულ ამ ადამიანთან როგორ იდექი, მაგრამ საბოლოო ჯამში შეცდომას მაინც არ დავდეხი. კიდე გაქვთ ერთი წუთი და მოდი მეც ვისარგებლოთ მაგ კითხვის და დავაზუსტებ. არ ფიქრობთ რომ აი ამ კოალიციამ ასე ვთქვათ თქვენი ინდივიდუალიზმი შეიძლება უფრო ჩაკარგა. ყველა გაერთიანება ინდივიდუალის კარგავს, არ არსებობს გაერთიანება, რომელშიც ინდივიდუალიზმის გაწირვა არ გიწევს, თუმცა არ მგონია კონკრეტულ ამ კოალიციის კამპანიის დროს მე და ცოტნეს ჰქონდა იმდენად პოპულარული კამპანია, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში პარტია, რომელიც მაგ კამპანიას თავის რიგებში ისე ჩაკარგავდა, რომ ადამიანს ინდივიდუალიზმს დაუკარგავდა. კარგით, მადლობა, ლევან. ეგ არის უპირატესობა დიდ გემზე ასulis. ისევ ორივეს შეკითხვა. რა გონიათ ოპოზიციის ყველაზე დიდი სისუსტე ოქტომბრის არჩევნებში, მგონი ამას უპასუხეთ, როგორ ხედავთ წინააღმდეგობის წნეხით მთავრობის გადადგმას ან ახალი არჩევნების ჩაშლის ტექნიკურ. მე მგონი ამაზეც ვისაუბრეთ, არ გვიწყეს კითხვის ავტორი, იმიტომ რომ მიგებდა ამაზე პასუხს, ხო? ამეტანი გზელ შეკითხვის იღებს. კითხვა სანიკიძეს, რომ არა მამა თქვენი მაინც ნაციონალური მოძრაობის წევრი იქნებოდი? სხვათა შორის ძალიან კაი კითხვა არის და მინდოდა ამაზე პასუხის გაცემა დაახლოებით ესეთი შინაარსის შეკითხვა ბევრს აქვს. პირველი დავიწყოთ იმით, რომ ნაციონალურ მოძრაობაში რო წევრიანდები და როდესაც მამა ჩემი პოლიტიკური ბიოგრაფიის მთავარი შტრიხი არის ის, რომ ის იყო ნაციონალური მოძრაობის ოპოზიცია, ბევრს მინდა რომ ეს მოდის, რომ ნაციონალურ მოძრაობაში სინამდვილეში იწყებ არა ნულიდან, არამედ პირიქით ქვემოთ. მე რომ გავწევრიანებულიყავი მამაჩემის პარტიაში, სადაც მის მიმართ არის ძალიან ჰარმონიული დამოკიდებულება, კი ბატონო. მაგრამ ამის თქვა შემიძლია თამამად, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა მამაშვილობის მიღმა არსებობს სერიოზული პოლიტიკური განსხვავებები, რომელიც მე და მამაჩემს გვაქვს და ეს დაკავშირებულია როგორც ჩემს დღევანდელ პოზიციებთან, რიგ საკითხებზე და აღქმებთან, ისე მის ძველ პოზიციებთან, მათ შორის ქართულ ოცნებაში ყოფნა არ ყოფნასთან დაკავშირებითაც. და ამ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება, რომ მე გამختارიყავი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თავიდან ბოლომდე მივიღე მე და განპირობებული იყო იმ საჭიროებით, რომელიც მივიჩნიე, რომ იდგა როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, რომლის ნაწილიც გავხდი, ისე შინაგანათაც, იმიტომ რომ დიდი ხანი ვიყავი რაღაც ვითომ ნეიტრალური სპიკერი, სამოქალაქო აქტივისტი, მაგრამ ჩავთვალე, რომ თუ კი პოლიტიკაში მინდა, რომ ის რისიც მჯერა, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლიანი სასამართლო, რომ ეს ქვეყანა ერთ კაცს აღარ უნდა ეკუთვნოს, ასე შემდეგ, რაღაც პოლიტიკურ ლანდშაფტზე საკუთარი თავი უნდა წარმომედგინა და ყველაზე უკეთ თავს გძნობდი, როგორც ამომრჩეველი და შემდგომ როგორც პოლიტიკოსი ნაციონალურ მოძრაობაში, იმიტომ რომ ბევრი უპირატესობა აქვს, რომელსაც აი ახალგაზრდების ნაწილსაც ვეტყვი, მაგალითად ის, რომ ამ პარტიას თამამად ვიტყვი, რომ აქვს ყველაზე ძლიერი საერთაშორისო კავშირები, განსაკუთრებით ევროკავშირის მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ევროპის სახალხო პარტიის წევრები და ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც ევროპული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს და აქვს ხმის უფლება, რომელსაც აქვს თავისი როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ლეგასის ნაწილი, მაგრამ პოზიტიური ჩემი აზრით ბევრად მეტია, მაგრამ ამავე დროს აი ამას დავამატებს, ყავს 13 წლის განმავლობაში შენარჩუნებული და ბრძოლა გამოვლილი საუკეთესო ამორჩეველი, რომელმაც იცის ამ ქვეყნისგან რა უნდა გამოვიდეს და როგორ უნდა წავიდეს ბიძინა ივანიშვილი. ორი შეკითხვა, თუ ერთი დავუჭერთ, ერთი დასერჩელეს. ეს რაღაცა შატო წამოხვედი გირჩი მედი თავისუფლები. კიდევ უფრო ძველია, თუ ეს ამასაც მე მგონი ეს უპასუხო ეს ფორმატიც არა, მგონი
კაი, 2 წუთი გვაქვს. თუ ფიქრობ რომ მე მგონი ჯობია სხვა გული დამწყდებოდა მე რომ ამ კითხვის ავტორის ადგილას იყო. საბოლოო ჯამში რაზეც ვილაპარაკეთ, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, როცა ადამიანს უყვები ხოლმე, ყველას უნდა რომ რაღაცა კონფლიქტი იყოს და იქ რაღაცა ძალიან ისეთი განსხვავება ვაჩვენოს. სინამდვილეში ერთ და იგივე იდეოლოგიის ხალხი ვართ, როგორი მეგობრებიც ვიყავით, ისეთი მეგობრები ვართ, ისევ ერთმანეთს გვერდ ჩამოვდგებით ყველაფერში, ძალიან ცივილიზებულად გავაკეთეთ, რაც გავაკეთეთ და არის წმენის ამბავი. ზურა მაგალითად ხედავს სიტუაციას ძალიან აპოკალიფტურად და ამბობს ისე რომ ჩვენ თუ ეხლა რაღაცა აი უახლოეს მომავალში ამ კონკრეტულ ბრძოლას წავაგეთ, მე აღარაფერს აზე აღარ იქნება და ეხლა საჭიროა ერთიანობა და ერთიანობის მეტი ვერაფერი ვერ გადაგვარჩენს. მე მგონია და ისევ იმწმენით ვარ და აქციაზე რუპორი რო ხელში მქონდა, მაშინაც მიყვირია რომ ამ ქვეყანაში რუსეთი არასოდეს არ იქნება და ამის მჯერა საკმაოდ მტკიცეთ. მათ შორის ბევრი ირაციონალური მიზეზითაც, ისტორიული მაგალითისა და ბევრი რაციონალური არგუმენტიც მაქვს ამისთვის. საბოლოო ჯამში მე რაც ეხლა მაინც და მაინც გამოსავალი არ მგონია და რასაც ვხედავ რომ იქიდან არაფერი არ გამოვა ერთობაზე როცა ვლაპარაკობთ ისეთი ერთობიდან რომელიც ვერ დგება იმიტომ რომ არიან კონკრეტული ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ ჩვენ ეგრე არ გვინდა მაგის ლაპარაკს უბრალოდ ჩემ თავთან ვიქნები არასწორი რო ეგ ვაკეთო მე თავის დროზე 2020-ში როცა 2019-ში როცა ზურასთან მქონდა კომუნიკაცია და სინამდვილეში პოლიტიკაში შემოსვლის შანსი და ჩემი სიტყვის თქმის შანსი ზურამ მომცა და ამ შანსის რეალიზების პროცესში ვარ ეხლა იმ ზურასთან ვიქნები არასწორი რომელმაც ეს შანსი მომცა რომ გავაკეთო ისეთი რაღაც რაც სწორი არ მგონია და სხვა რაღაც მგონია ეხლა სწორი რატო ეხლა და არა მანამდე იმიტომ რომ მანამდე არ გქონდა საკმარისი პოლიტიკური წონა იმისთვის რომ ჩვენი სიტყვა განცალკევებულად გვეთქვა და ყოველთვის სურას დახმარება და ყოველთვის პარტიის დახმარება გჭირდებოდა ეხლა მგონი მოვიდა დრო რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ და შეგვიძლია ამის გაკეთება კიდევ იყო რაღაც ფაქტორები მაგრამ თავარი ეს არის ისეთი რწმენის განსხვავება სადაც უბრალოდ არგუმენტებს მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ ვერ გადაარწმუნებ ადამიანს ამაში ირაციონალურია ესე რომ ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს კეთილი ძალიან დიდი მადლობა ამ დებატებში მონაწილეობისთვის ხო დავასრულეთ წარმატებებს გისურვებთ მინდა რომ თქვენც დაგვეხმაროთ იმაში რომ პოლიტიკურ სპექტრში წავაქეზოთ დებატებში მონაწილეობის მნიშვნელობა და ძალიან საინტერესო იყო ის რაც დასაწყისში თქვით ამ ეტაპზე არ მინდა კონკრეტულად ვისაუბრო იმიტომ რომ მგონია რომ ეს რესურსი არ არის ამოწურული მაგრამ სამწუხაროდ არა მხოლოდ ქართული ოცნებისგან ვიღებთ ამ უარს დარწმუნებული ვარ და აქვე მინდა ვთქვა რომ აი ქართულ ოცნებასთან არა მხოლოდ როგორც პარტიასთან ასევე ვთქვათ მის სხვადასხვა შტოსთან რომელიც სხვადასხვა ვთქვათ მიმართულებით იბარებს ამა თუ იმ ადმინისტრაციას გვაქვს მცდელობები იქიდან ვიღებთ უარს უშუალოდ ქართული ოცნებიდან კი გითხრეს რომ ძალიან საგულდაგულოდ გიყურეთო როგორ მოიწერეს ხო რაღაც ყურადღებით გიყურეთო მაგრამ კითხვის სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს თქვენს ობიექტურობასთან დაკავშირებით და გვინდა რომ ჩვენთვის ერთი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ არ ვმუშაობთ ისე რომ მოსაწონები ვიყოთ რომელიმე პოლიტიკური აქტორისთვის ან პარტიებისთვის ჩვენ გვინდა ისე ვიმუშაოთ რომ ეს იყოს საინტერესო და ინფორმაციულად ღირებული აუდიტორიისთვის ასე რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ასე ვთქვათ აქტორს შევახსენებთ თავისი პასუხისმგებლობის იმ ნაწილს რომელიც გულისხმობს მათ შორის ადამიანებთან კომუნიკაციის ამ ფორმას რომ დებატებში დაამტკიცოს რომ მისი აზრი არის უფრო საინტერესო და უფრო გასათვალისწინებელი ვიდრე სხვისი ამაზე დგავს ბატონებო პოლიტიკაში ყოფნის მთელი არსი დიდი მადლობა ამ დებატებისთვის წარმატებებს გისურვებთ და მშვიდობებით ჩვენს აუდიტორიას ნახვამდის